მოგესალმებით ბუშეტიდან თელავის რაიონი წინანდალთან არის ასეთი პატარა სოფელი, რომელსაც ქვია ბუშეტი და რომელიც უცხოელებისთვის მთელი მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხისთვის გახდა ესეთი სამშობლო სიკეთის, სიმშვიდის და ასე შემდეგ, აი ხამ კარანტინის და პანდემიის დროს არ წყდება ჩვენი პატარა ბუშეტიდან, ჩვენი ამონაშვილების კარმი დამოდან მაუწყებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხებში და ძალიან საინტერესოა იმის აღქმა, რომ აი აქ სადღაც პატარა სოფელში მთელი იმის მსოფლიოს ყურადღება არის მოპყრობილი იმ ადამიანებისა, ვისაც შვილები ყავს პირველ რიგში, მათ გარშემო მშობლების, პედაგოგების და ჩვენც ამონაშვილების ოჯახით სულ მუდმივად ამ თემების გარშემო ტრიალებთ. ბავშვები როგორი მომავალი ექნებათ მათ, როგორ უნდა შევძლოთ ჩვენ მშობლებმა მათთან ერთად განვითარება და როგორ შევიდეთ მომავალში ესეთი ოპტიმისტურები და ბოლომდე ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რასაც ქვია სისხლსავსე ცხოვრება. აი დღეს შევიკრიბეთ ჩემი საყვარელი მეუღლე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. უსაყვარლესი შალიკო, ასე მითხრა ბატონიშალვა არ დამიძახო ეს რა თქვიო და რა თქმა უნდა მარტო მე კი არა მე მგონი სულ ყველა შალიკო ეძახის და უკვე ბრენდი გახდა რა შალიკო ესეთი ჩვენი უხუცესი პედაგოგი და შევიკრიბეთ ესეთი საინტერესო თემა ჩვენმა მაყურებლებმა არჩიეს როგორ არ გავგიჟდე რომ ჩემ Facebook გვერდზე დავდეთ ჩემს მეგობრებს რომ აბა გააგზელეთ მეთქი ეს ფრაზა რომ როგორ გააგზელებთ და ძალიან ესეთი ხალხმრავალი გამოხმაურება მოყვა არა მარტო ჩემს გვერდზე ზოგ პირაჩიც მწერდა ძალიან ბევრი იმიტომ რომ ზოგს ეუხერხულებოდა ისეთ თემებზე საუბარი და როგორც ხედავთ როგორც მე შევატყე ხალხი მართლა რაღაცა ზღვარზე არის მისული იმიტომ რომ უკვე ვეღარ ატყობს ადამიანი რომელი არის სიგიჟე და რომელი არის ნამდვილი ცხოვრება იმიტომ რომ ისე შეიცვალა ყველაფერი რომ ცოტა ძნელი დასადგენია. შალიკო, ალბათ იმ დროს თქვენ დროს შენი ეს ნოვატორული იდეები ცოტა სიგიჟეს გავდა რა? რა თქმა უნდა, სიგიჟეს გავდა. ის იდეები გადაცდენილი იყო ყოველგვარ ნორმას. სულ სხვანაირი ლაპარაკი ბავშვებთან, სხვანაირი ურთიერთობა სკოლაში, სხვანაირი გააგება აზრდისა და ყველაფერს რაც ვაკეთებდით, მიაჩნდათ აბსურდულად, გაუგებრობად ბურჟუაზიულად ან სხვაგვარად. ხო და აი მე მახსენდება რომ კალამი შეცვალეთ პასტით ხო საწერკა რა გამოიწვია მაგრამ ეხლა ყველასთვის ჩვეულებრივი ამბავი მაგრამ საქართველოში მეცნიერება დაგჭირდა იმისათვის რომ დაგვემტკიცებინა რომ ნაცვლად რომ ჩააწო სამენეში და წერო ამის ნაცვლად ჯობია შემოვიღოთ ავტოკალმისტარი ეს მენით იტენება და ბავშვი დაწერს იგივე მოხდება. აუ როგორ შეიძლება და ყველაზე ცნობილი მეთოდისტები აგვიჯახდნენ ამის გამო. ლამის გამოყარეს სკოლიდან. ხო, აი ეს იცვლება დრო. ეს იყო როგორ არ გავგიჟებულიყავ. აი მაშინაც ამ ზღვარზე ვიყავით ხო და რაღაცა დიდი ნოვაციები იწყება ეთყობა ხო? აი ამ ზღვარზე მყოფი ადამიანები იფიქრებენ ხოლმე ახალ გამოსავალს, ახალ ნოვაციებს იბადება. თუ საღიგონებას გახლავს თან და ფიქრობ არ გავგიჟდეო, მაშინ ნამდვილად ახალს წააწყდე. მაგრამ თუ დაიმორჩიდე გაგიჟებას, მაშინ არის რაღაცა სასაგო დახმარების მაგანა მაგაც აგვიყვანო. არა? ჯობია ზღვარზე ვიყო და აღმოჩენების ზღვარიც იქ არის. ახალი გაგება, ახალი მიგნება და ახალი ცხოვრების დაწესება. ხო, აი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ზოგადად აღმოჩნდა, რომ ხო ესე დავყავით ბავშვები, მშობლები და პედაგოგები. ხო აღმოჩნდა, რომ ბავშვები არ არიან ჩვენი მაყურებლები. ჩვენი მაყურებლები არიან უკვე დასრული 13 წლის ზემოთ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ძნელია რომ მათ უწოდო ბავშვი, იმიტომ რომ ისეთი სერიოზული საუბრები შედგა და მე მგონი რომ რაღაცა გადავიფიქრეთ რომ როგორც ბავშვებს მათ ველაპარაკოთ, იმიტომ რომ მართლა ჩვენზე კარგად არიან გაცნობიერებული. ბავშვობა თამარ კვადრე მთავრდება. ადრე ბავშვობა შეიძლება გაგრძელებული იყო 18 წლამდე. ეხლა 13 წლის
ბავშვს ეძახი, თორემ უკვე თავისი მოციფულობებით, იმ საქმეებით, რასაც აკეთებს, სურვილები რაც მას უჩნდება, ეს მხოლოდ უკვე დიდის ფუნქციებში გადადის. ამიტომ ბავშვობა ადრე მთავრდება და ჩვენი საუბარიც უფრო მეტად გაგებულია მოზარდებთან, იმიტომ რომ ისინი როგორც დიდები გვისმენენ. აი ერთ-ერთი პოზიცია, მე ესე გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ მიახლოებით ესე 100 ბავშვთან მქონდა გასაუბრება, რომ აი 13 წლის ზემოთ რა. ეს თამისას მეგობრები, კლასელები თუ ბასტიბუბუს მეგობრები თუ ასე შემდეგ, ასეთი ბავშვები არიან და რაღაცნაირად გამოიკვეთა ესეთი ერთ-ერთი თემა, რომ აი მართლა შეუძლებელია სიგიჟის ზღვარზე მიდიან, როდესაც არ იციან რა გააკეთონ, როდესაც ჩაკეტილი არიან სახლში და მეგობრებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ და აი ეს რეჟიმი, რომ თითქოს საწოლითანაც არ დგებიან და გაკვეთილზეც არიან, მე დამთავრდება გაკვეთილი და ისევ საწოლში არიან თუ რაღაცა ეს მდგომარეობა, ხო? რაღაცნაირად რეჟიმში ვერ ადგებს, ვერც სპორტზე დადიან, ვერც ვერსად. ეს ძალიან ძირითადი თემაა, რაც მთხოვეს და აი რა შეიძლება ურჩიოთ აი ამ შემთხვევაში ბავშვებს? საერთოდ ყველა არსებას, რაც კი ცოცხალია, თავისი ბუნებრივი პირობებიც აქვს დაწესებული. თეოზმა წყალში უნდა იცხოვროს და თანაც თავის წყალში, ყველა წყალი არ გამოადგება. ასევე ყველა არსებობდა ცხოვრება და ადამიანებსაც თავიანთი რაღაცა ზღვარი აქვთ. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა უკვე გამოქვაბულებში ვიცხოვროთ, ანუ მიწის ქვეშ ჩავიდეთ სხვანაირი. ჩვენი პირობები გვინდა და ამ პირობებში შემოვიდა ისე კიდევ სოციალური ურთიერთობანი. როგორი ხალხი გვინდა ჩვენს გარშემო იყოს, რათი უნდა ვიკვებოთ, რათი უნდა ვიაზროთ, რა უნდა წავიკითხოთ. ეს პირობები და როცა ეს პირობები გვერღვება და მკვეთრად გვერღვება, ჩვენ კიდევ უკვე მივეშვიეთ, მართლა მივიდივართ ზღვრამდე. რაკოს მიკროფონი არის მის. არ გადავწყვეტ გონებიდან, არა? აი ეს რომ არ მოხდეს, მიკროფონია გაბურთ. წარმოდგენები რომ ცხოვრება ისრება და ალბათ პირობებიც უნდა სხვანაირად გავიაზროთ ხოლმე. მოვიდა კორონავირუსი და რა ვქნათ ახლა? უნდა სხვანაირად გავიაზროთ. ხო, აი ესეთი მდგომარეობა და ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც 14 წლის არის, ესეთი წინადადება შემოგთავაზა პაატარო. იქნება ესეთი რეჟიმი ხო არ ჯობიაო, რომ აი ერთი დღე სკოლა იყოს და მეორე დღეს დასვენება, მესამე დღეს ისევ სკოლა, მეოთხე დღეს დასვენება, რომ აი ერთ დღეს კი არ იყოსო, თქვა გაკვეთილები დილიდან საღამომდე, ხო? აი უსმინოთო ამ გაკვეთილებს და მეორე დღეს დრო გქონდეს, რომ ჩვენ თვითონ ეს გაკვეთილები ვისწავლოთ, გავიაზროთ რაღაცა ასეთი და ესეთი რეჟიმი კი არ იყოსო, რომ თქვა 5 დღე მეცადინეობთ და 2 შაბათ-კვირა ვისვენებთ დაუშვათ, იმიტომ რომ მე ის ორი დღეცო აღარ ვიცითო რაში გამოვიყენოთო და აი რაღაცა საინტერესო აზრად მიმაჩნი ესა და პაატა შენი აზრი მაინტერესებს, აი როგორი ეს წინადადება მართლა რეალურია, რომ ესეთი რაღაცა ვთქვათ მოიფიქროთ უბრალოდ სწავლის რეჟიმი. მე ჩემი შეხედულება მაქვს სკოლაზე და საუკეთესო სკოლა არის იქ, სადაც მასწავლებლები და ბავშვები, მოსწავლეები უпростоრად თანხმდებიან ყველაფერზე, რაც კი ეხება სკოლის განრიგს, მეცადინეობებს, დავალებებს, გაკვეთილებს, თემებს, საგნებს. იდეალური სკოლა, რომელსაც ვხატავ ჩემთვის, ეს არის ის, სადაც ბავშვები ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებენ იმაში, თუ როგორი სკოლა უნდა გქონდეთ მათ. ანუ რომელ საათზე დაიწყონ, რომელ საათზე დაამთავრონ, რა გაკვეთილები გქონდეთ, მასწავლებლებსაც კი უნდა ირჩევდნენ ბავშვები. ეხლა გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, აი საუკეთესო, ოღონდ წარმოსახულ საუკეთესო სკოლაში ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სკოლებში ეს შესაძლებელია და რეალურია გაკეთდეს. ამიტომ თუ ბავშვები სკოლაში მოსწავლეები მოითხოვენ და გადაწყვეტენ, რომ მოდი ესე დღე გამოშვებით ვიმეცადინოთო, ნუ ეხლა რატომაც არა პრინციპში. თუ კი ბავშვები სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რატომაც არა. ეხლა როცა ჩვენ აქ გქონდა რამდენიმე დღიან ბანაკში, გვაქვს ხოლმე საბავშვო პარლამენტი და ყოველდღიურად ბავშვები იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა აკეთონ დღის განმავლობაში,
აი ვაკვირდები ყურადღებით და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ხოლმე რა ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვები, როგორც კი გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ თავის თავზე იღებენ თავის პასუხისმგებლობას თავისი ცხოვრებისათვის და ამიტომ თუ სკოლას აქვს შესაძლებლობა, რატო არ უნდა განიხილოს ბავშვებთან მიმდევრობა თუნდაც გაკვეთილების, განრიგი რეჟიმი, რა ვიცი, ყველანაირი საკითხები. მე მივაღებინებდი ბავშვებს ამაში მონაწილეობას. ხო, აი მე რო წარმოიდგინოთ ახლა თქვენ რომ მე ვარ ესეთი 14 წლის გოგო, რომელიც ახლა გეუბნებით, რომ მე არ შემიძლია ახლა რომ დავაწესო განათლების სამინისტროში კანონები მივიღო და ასე შემდეგ. აი ესეთი კანონები დამიწესეს უფროსებმა და აი მე რა გავაკეთო, როდესაც თქვათ აი ამ რეჟიმში ჩამაგდო თქვათ უფროსებმა, ხო? მე ვარ 14 წლის ადამიანი და როგორ გადავრჩე, როგორ არ გავგიჟდე ამ სიტუაციაში, როდესაც აი თქვათ აი ესეთი რეჟიმი დამიწესეს, აი რაღაცა ბრძოლა უნდა გავაკეთო, თუ რეჟიმი უნდა შევქმნა, თუ რა უნდა გავაკეთო, აი ფსიქოლოგიურად რა რჩევას მისცემდი შენ პაატა აი ამასაკის ბავშვებს. ძალიან რთული მისაცემია ამ შემთხვევაში რჩევა, იმიტომ რომ ნუ ბავშვები არიან 14 წლის ბავშვი ეს არ არის უკვე ზრდასრული ყველა უფლების მქონე ადამიანი და არ არის მისასალმებელი ჩემი ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან რომ ბავშვი იყოს იძულების რეჟიმში, ანუ ბავშვს ჰქონდეს განცდა, მოზარდს ჰქონდეს განცდა იმისი რომ აიძულეს და ახლა მეტი გამოსავალი არ აქვს და ბოლო შეკითხვაღა დარჩა როგორ არ გაგიჟდეს ახლა. ამიტომ ნუ ისევ დაუბრუნდებოდი რაც პირველად ვთქვი რომ ბავშვებთან შეთანხმებით ჯობია ყველაფერი ხდებოდეს და მით უმეტეს თუ ეს ბავშვები მოზარდები არიან და არის რა თქმა უნდა ისეთი სიტუაციები როგორიც არის ახლა კორონავირუსული მდგომარეობა, როცა გამოსავალი არ არის, როცა უკიდურესი სიტუაციაა, ყველა კარჩაკეტილია და მათ შორის ბავშვებიც იძულებული არიან ახლა ონლაინ რეჟიმში იყვნენ, ვეღარ გადიან ვერსად, რა თქმა უნდა ძალიან უჩვეულო და უსიამოვნო მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი ბავშვები და ნუ ამ დროს ბავშვს კი არა უფრო მშობელთან შეიძლება ვისაუბროთ როგორ დაუდგეს ბავშვს გვერდში რომ იმან უფრო რთულად გადაიტანოს ეს იძულებითი რაღაცა რეჟიმები. ხო არა მშობლებისგანაც ვიტყვი ასეთ კითხვებს, მაგრამ მე მაინც აი წარმოიდგინე რომ ეს გოგონა ვარ რა 14 წლის გოგონა რომელიც ჯიუტად გეკითხები რომ მე რა გავაკეთო აი ხვალიდან ზეგიდან რა გავაკეთო როგორ გადავრჩე ასეთ მდგომარეობაში თქვათ დილას ავდგე და უთხრა ჩემ მასწავლებელს რომ შენი ჭირი მე გამიგე მე არ შემილია დილას ადგომა თუ აი რა გავაკეთო როგორ შევცვალო ეს სამყარო ან როგორ გამოვწვრი ამ სიტუაციიდან მანამ მშობლები გაარკვევენ მე როგორ მომექცენ თუ კი მექნებოდა ბედნიერება რომ 14 წლის შენ გოგონასთან მქონოდა უფრო ხანგრძლივი საუბრები, რა თქმა უნდა ძალიან მშვიდად ვისაუბრებდი პირველ რიგში იმაზე თუ რა გვამოძრავებს საერთოდ ცხოვრებაში. მო ჩამოვყალიბდეთ რა მიზნები გვაქვს, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ სად უნდა მივიდეთ. ხო, ამიტომ მოდი ვილაპარაკოთ რა მიზანი გვაქვს. უბრალოდ მიზანი გვაქვს გადავრჩეთ, ეხლა ეგ საუკეთესო მიზანია? ალბათ არა. თუ მიზანი გვაქვს რაღაცა შემოქმედება შევიტანოთ ჩვენს გარემოში ცხოვრებაში ან წეროთ, ვიკითხოთ, ან ვხატოთ, ან ვძერწოთ, ან შევქმნათ, მაშინ მოდი ეს გამოვკვეთოთ, ან ვიმღეროთ, ან ვიცეკოთ, ან რაღაც გამოვკვეთოთ რა ეს ჩვენი მიზანი და მიზნის მიმავალ გზაზე ყველანაირ პირობებში მოვძებნით უკვე გამოსავალს, გინდა 4 კედელში ჩაკეტილი დარჩი, გინდა გაღებული დარჩი და რაც შეეხება იმას, რომ სამყარო როგორ შევცვალოთ, ალბათ ჯობია რომ ვიფიქროთ იმაზე საკუთარი თავი როგორ შევცვალოთ უკეთესისკენ, ვიდრე როგორ სამყარო შევცვალოთ იმიტომ რომ ესე იგი მე როგორც მივხვდი შენი რჩევა არის ბავშვებისადმი ანუ თინეიჯერებისადმი ის რომ რაღაცნაირად მიზანი დაისახონ მათ რაც სურთ ხო ეს და როდესაც მიზანი გაქვს მაშინ იმ გაკვეთილებსაც იმ რეჟიმსაც რაღაცნაირად უფრო ხალისით გააკეთებ და იმ მიზნისკენ წახვალ მიმავალ გზას სწორედ მივხვდი მე ასე ცხადია ის ვისაც თავისი მიზანი აქვს ნებისმიერ ასაკში იქნება მოზარდი თინეიჯერი ბავშვი ხანში შესული ახალგაზრდა თუ ღრმად მოხუცებული იმისთვის არც კორონავირუსი არის შესაშინებელი ამბავი და არც არანაირი მოვლენები იმიტომ რომ გააქვს შენი მიზანი და თან ეს მიზანი საუკეთესო
საუკეთესოა, როცა შიგნით მიმართული მიზანი არის. შენ თავში როცა არის წარმართული მიზანი, მე არ გულისხმობ მიზანებს, რომ მანქანა მინდა ვიყიდო და სახლი მინდა მქონდეს და ბევრი ფული ეს არ არის კარგი მიზნები. უნდა გქონდეს ბევრი ფული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საუკეთესო მიზანი არის შიგნით მიმართული მიზანი. ნუ სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა ვისწავლო, ან რაღაცა შევითვისო, ან უცხო ენა ვისწავლო, ან მხატვარი გავხდე, ან დავხატო, ან ფორტეპიანოზე დაუკრა, ან რაღაცა, ხო? აი მიზანს ასეთ მიზანს ამბობ ალბათ. რა თქმა უნდა, ესეთ მიზანს ვამბობ, რომელიც არის მიმართული საკუთარი თავის დახვეწისკენ. თუ საკუთარ თავზე მუშაობთ, მაშინ სამუშაოც აქვე გვაქვს რა და სადაც გინდა წავიდე, მაინც აქ მაქვს ჩემი სამუშაო და სულ აქ ვიქნები სამუშაოზე. სულ აღარ მჭირდება ოფისში მისვლა და მოსვლა. კარგი, ეხლა მე გადავიდეთ იგივე თემაზე, აი ესე დავაჯგუფე ეს კითხვები თითქმის ერთი თემის გარშემო და აი მშობლები, როცა პანდემიაა და არც ბაღი არ მუშაობს, არც სკოლა არ მუშაობს და მთელი დღე სახლში ვართ და ზოგს ეხა 4 შვილი ყავს სახლში, ზოგს 3 შვილი ყავს, ყველას თავისი ოთახი უნდა, რომ ტრანსლაციით გაკვეთილზე წავიდეს, თვითონ სამსახურით სახლიდან აქ ამ ადამიანს. აი შალიკო ამ ვითარებაში, ამ პანდემიურ ვითარებაში რა შეიძლება ურჩიოთ მშობლებს? რომ არ გაგიჟდნენ. რომ არ გაგიჟდნენ. ბატა მე ერთი რამ სწორი თქვა რომ მიზანი და დავისახო და გვინდოდეს რა გვინდა ჩვენი ბავშვებისაგან. თუ გავგიჟდებით ბავშვებს ვეღარ აღზრდით. დავამახინჯებთ. გამოგვადგება ასეთი რამე? რა თქმა უნდა არ გამოგვადგება რა. მაგრამ ისე კი არის რომ ვითარება მართლაც პანდემიაა და ბავშვები რომ სკოლაში უნდა იყვნენ, ჩვენ დასვენებული ვიქნებოდით არა და სახლში არიან და იკლებენ ყველაფერს. დარბიან, ხმაურობენ, ეხეთქებიან, ბურთს თამაშობენ და ის რაც არ უნდა გაკეთდეს 1-2 ოთახიან ბინაში, იმას აკეთებენ არა. რასაკვირველია ეს ცოტა არ იყოს ძალიან შეგვაწუხებს. და მართლაც მიგვიყვანს ზღარამდე რომ დაუყვიროთ, გავბრაზდეთ, დავემუქროთ, აუკრძალოთ, არ გაუშვათ და მოხდება კონფლიქტები. ხო? ამიტომ რა თქმა უნდა დავარღოთ ყველა კარკანოს, ოჯახის რიტმი დაირღვევა. ამიტომ ეს უნდა გვედოს თავში პირველ რიგში რომ უნდა მეტი გზა არა, უნდა თავის შევიკავოთ. ერთადერთი ეს არის გამოსავალი, რომ არ გავგიჟდეთ, ზღრამდე არ მივიყვანოთ თავი. სადაც აი გაგიჟების ერთი ნაბიჯით აქეთ ვიყოთ. გაგიჟებამდე რა. ცნობიერება შევინარჩუნოთ. სხვა რჩევა არ არის ჩემო ძვირფასებო, რომ არ გავგიჟდეთ, აქეთკენ უნდა ვიაროთ ზონის აქეთ. თორემ თვითონ გადავაბიჯეთ, ჩვენს ბავშვებს დავემსგავსებით, უარესები გავხდებით, დავანგრევთ, დავახშობთ, გავრეკავთ, მოსპოთ და აი ესეთ რაღაცა მოხდება და ჩვენ დიდება მაინც ხო ვიცით, რა შეიძლება ჩვენს გაგიჟებას მოყვეს. არა? აი ამ უნდა შეგვაჩეროს ჩვენ ნებისყოფამ. გარდა ამისა, ხო გიყვართ ეს ბავშვი. აი ეს სიყვარული გამოავლინეთ, რა სიყვარულს საქმეები უნდა. 1000 ჯერ იძახო რომ ბავშვის გულისთვის თავს გავწირაო. და ამას იძახის ყველა მშობელი, რა არ ვიზამ ჩვენი მშობლის გულისთვის რა. თუ კი ამას იზამ, მაშინ არც გაგიჟდე რა. ერთი ესაკენი რომ არ გაგიჟდე, მოითმინე. ძნელია, მაგრამ მოითმინე. მოთმინა შეიძლება უფრო შეუძლია მოთმინება, მაგრამ ბავშვს არ შეუძლია მოთმინება. ამიტომ მოითმინეო ბავშვს ეძახოთ, არ გამოდგება, მაგრამ როცა დედა გახდი და მამა გახდი, უნდა მოითმინო რაღაცეები. ამ მოთმენამ შეიძლება გაგიჟებისაგან ერთი ნაბიჯით მაინც გაგაჩეროს. პატა, იცი, აი არის ესეთი ვითარება, რომ ზოგჯერ არის აი და-ძმას შორის არის კონფლიქტი, ხო, რაღაცა ურთიერთობები, აი რაღაცა კონკრეტულ მაგალითებს ხო არ მისცემ მშობლებს. მე მახსენდება აი დედა რომელიც რაღაცა რო დაწვებოდა ხომ იატაკზე და რაღაც ამით ანიშნებდა აი რაღაც ეგეთი მაგალითებს ხო არ გვასწავლი უფრო პრაქტიკულ მაგალითებს თქვათ ყოველდღიურ ურთიერთობაში როდესაც სულ ყველა სახლში ვართ ყველას თავისი სურვილები გვაქვს და აი რაღაცნაირად შიდა სახელმწიფო უნდა ავაწყოთ ხო აი რაღაც პრაქტიკული რჩევები რომ მოგცეთ თუ შეიძლება მშობლებისთვის პრაქტიკული რჩევა ეხება იმას, რა ვქნა რო არ გავგიჟდე? ხო, რომ აი რაღაცნაირად შიდა სამყარო პანდემიის დროს, რომ რაღაცა სიმშვიდე და აი ესე იგი ჰარმონია დამყარდეს, რამე პრაქტიკული რჩევა ხო არ შეგიძლია თქო, რომ მშობლებს მისცე.
ნუ შალვამ თქვა აგერ რომ ნებისყოფა არის და მოთმინება არის გამოსაჩენი. თვითონ შეკითხვა სულ ღიმილს მგრის ეს შეკითხვა რა ვქნა რო არ გავგიჟდე. ჩემთვის რატომღაც ვფიქრობ რომ ამ შეკითხვის მთავარი ავტორი ვინც იყო ალბათ თვითონვე გრძნობს რომ თვითონ მდგომარეობა აქვს ზღვარს მისულ გასაგიჟებელი მდგომარეობა შიგნიდან. ერთი არ იყო ასეთი ავტორი ძალიან ბევრმა იკითხა და თემა იმიტომ ავარჩიეთ. ხო და ძალიან ბევრშიც ეგრე იქნება. ანუ შინაგანი მდგომარეობა ესეთი რომ ახლა რაღაც მიკლია რომ გავგიჟდე. თითქოს ესეთ მდგომარეობაში ვარ და თუ ესეთი შინაგანი მდგომარეობა მექნებოდა მე მაშინ რაღაცა აუცილებლად გამაგიჟებს რა. ან ვიღაცა შემხედავს და გავგიჟდები, ან რაღაცა ამინდი არ გამოვა და გავგიჟდები, ან რაღაცა მოხდება და გავგიჟდები. ანუ აუცილებლად გავგიჟდები. და ეს ძალიან ძლიერად დაჭიმულ იმას გავს, რა ქვია, სიმს, ძალიან ძლიერად რო არის დაჭიმული სიმი, ხო, რაღაცა მომენტში გაწყდება ცხადია რა და მიზეზი ის არ არის რომ რამ გაწყვიტა, ხო, დაჭიმულობამ გაწყვიტა, ამიტომ ნუ მოდი მოუშვათ რა ეს დაჭიმულობა. ძნელია ცხადია რა, ხა არ ვიძახი რომ ადვილია, როცა დაძაბული ხარ და აბა უცებ მოდუნდი, ხო? ამაზე ვთანხმდებით რომ ძნელია, რაღაცა კონკრეტული მაგალითი. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ რაღაცებს, ახლა ძალიან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს შინაგან სიმშვიდეს. ერთ-ერთი მეთოდი არის სასიამოვნო მუსიკის მენა, ვთქვა, თავისთვის გამოვყო დრო და დავჯდები მაგალითად და ჩავირთავ ყურსასმენებში რაღაცა სასიამოვნო დამამშვიდებენ მელოდიას, რომელიც მსიამოვნებს ნამდვილად და ვთქვა, ერთი 20 წუთი ნახევარი საათი აი ესე მექნება ჩემი თავისთვის ოჯახს შეუთანხმდები, რომ აი ამას მე ჩემთვის ვაკეთებ. ზოგიერთს ვთქვა, ლოცვაშველის ხოლმე თუ ლოცვაშველის საერთოდ თლათ უკეთესი არის. ორიგინალური მეთოდებიც მონახული აქვს ბევრ მშობლებს ერთმა დედამ მითხრა რომ როცა ვგრძნობ რომ ზღვარზე ვარ, აი დაჭიმულობის ზღვარზე ვარ და როგორ ახლა არ გავგიჟდე და აი უნდა გავგიჟდე და დავწვევი ხოლმე იატაკზე, ეგრევე გავწვევი ხოლმე იატაკზე და ოჯახის წევრებმა იციან რომ მე რო იატაკზე ვარ გაწოლილი, ესე იგი ზღვარზე ვარ მისული გაგიჟების და მაშინ პირიქით აქეთ მოდიან რა, დიდებიც, ბავშვებიც, ოჯახის წევრები აქეთ მამშვიდებენ, თქვა. აი ესეთი უჩვეულო მეთოდით შეიძლება. ასევე ბავშვების დახმარება შეიძლება გამოიყენოს ზოგიერთმა მშობელმა ამ შემთხვევაში. ასევე ერთმა დედამ ეს მომიყვა, რომ ჩემ შვილებს ვთხოვე, რომ იცოდეთ ხანდახან შეიძლება გავგიჟდე, ზღვარს გადავიდე და თუ გადავდივარ ზღვარს, რაღაცა ნიშანი ქონდა რა, ესე დასაწრიპინებელი ქონდა რა, ხელში ჯიბით ატარებდა და აი ამას რო დავაწრიპინებ, იცოდეთ, რომ ეს ნიშნავს, რომ აი დედა ეხლა შეიძლება აფეთქდეს, გადაირიოს და როგორც კი დააწრიპინებდა, მაშინვე სიწყნარე იყო ხოლმე სახში, ბავშვები მოდიონ, დედა არაუშავს, დაწყნარდი ხოლმე და თან იუმორია, თან სასასვლელი იუმორი მაგრაშველის რა ამ სიტუაციას. და ისიც ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ ძალიან კარგად დღის რეჟიმის მაგალითიც, რომ ვთქვათ, რაღაც ოჯახი თანხმდება დღის რეჟიმზე, რომ ვთქვათ, ამ და ამ საათზე ვაკეთებთ ესე, ამ და ამ საათზე ვსადილობთ, იმის დრო, ამის დრო, აქ მერე ცალკე ჩემი დრო მაქვს, აი ესეთი რაღაცაც ხო არ იქნებოდა კარგი. ეგ ყოველთვის ძალიან კარგია, თუ ოჯახს საერთო განრიგი აქვს და თუ მით უმეტეს ბავშვები ამ განრიგის გარემოში იზრდებიან და დაბადებიდან იციან რომ რაღაცა წესებით ცხოვრობს ოჯახი, თავის დროს რაღაცა ხდება, თავის დროს რაღაცა მეორე ამბავი იწყება, რაღაცა დროს რაღაცა მთავრდება, ეგ ძალიან მაგარი არის, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის და ახლა დედა, მამა და ბავშვები თუ შეთანხმდებიან დღის განრიგზე, როდის რას ვაკეთებთ, ყველასთვის ძალიან კარგი იქნება და იქ დროის გამოყოფაც შეიძლება ყველასთვის საკუთარ თავზე. ხო, ეხლა მოდი პედაგოგებზე გადავინაცვლოთ ამ პანდემიური სიტუაციის დროს რაზე ამახვილებენ ყურადღებას. რომ აი ძალიან მიეჯაჭვნენ ბავშვები კომპიუტერსო და აი პირდაპირ ძალიან წუხდა რომ ეს ცოცხალი ურთიერთობები რომ გაქრაო, ისედაც ეს ამოცანა გვედგაო თვალწინო ჩვენს წინო იდგაო ისედაცო რომ აი არ გვინდოდა რომ მიჯაჭვული ყოფილიყვნენ კომპიუტერებსო ბავშვებიო და ეხლა როდესაც პანდემია მოხდაო საერთოდ ჩავყლაპაო ამ ინტერნეტმა და ყველაფერმაო და აი რა გავაკეთოთ ამ პანდემიის წინა აი ამ ჩაკეტილობის წინააღმდეგ რა შეიძლება ურჩიოთ პედაგოგებს, რომელთა ძალიან აკლიათ ეს ცოცხალი ურთიერთობა ბავშვებთან. ურთიერთობა, ცოცხალი ურთიერთობა ბავშვებსაც აკლიათ და პედაგოგებსაც.
ახლა რა შეუძლია ურჩიოთ? ტექნიკა იმისთან მოვიდა, რომ ბევრი ესეთი აი იცით როგორ არის საბლაზნ ქართულად დაბო. ცთუნება არის. ცთუნება გაშდა ბევრი. ძალიან ბევრი ცთუნება ირგვლივ ბავშვისა და ეს ცთუნებები ლამაზია თანაც. ისეთი კი არა უხეში რაღაცა, არა აცნობს ბავშვს თავის რაღაცა გარეგნული ფორმით, მაგრამ შინაარსი ცუდია. აი ესეთი ეს თამაშები, რომელიც კომპიუტერში არის, ზოგი მართლა კარგია, მაგრამ ბევრი თამაში ბავშვს აცნობს ხოლმე და მიხავს სრულიად სხვა გზით, არა კეთილი გზით. არა, აი ეს როგორ უშუალოდ ბავშვს რომ ის არ მიეჯაჭოს ამას. უნდა ჩაენაცვლო შენ და უფრო საინტერესო უნდა გახდე ბავშვისთვის, ვიდრე ეს არის. თუ შენ თავზე დაადგები და მოეშვი მაგას და გეყოფა და თვალებს იღამებ და ან და გაგილაყდება twin და რაღაცა თუ ამით მიადგები ბავშვს, იმას ვერ მოწყვეტ ამ აპარატს. ვერ მოზე პირიქით შეგებრძოლება გაგაგდებს ოთახიდან დამანდები თავი ოგეტყვის. არა? რომ წართო აპარატი მოგპარავს. აი ესეთ რაღაცკენ უბიძგებთ. მარსადმე იქნება მოუნახოთ შემოჯერფასებო რამე რომ ბავშვმა ჩვენსკენ მოაპყროს ხანდახან თვალიც. პირიქით თვითონ მოვიდეს მასწავლებელს მოდი რა ეს გავაკეთოთ. ან მასწავლებელმა ისეთ რამე შეცდავს რომ ბავშვმა თქვა ой რა თმიდეს აბა რა და როგორ მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ გვინდა ბავშვი მოუწვიდოთ ყველაფერ ამას ჩვენი ავტორიტარული გზებით და მეკითხებით იმ ავტორიტარობაში როგორ დავემუქრო ბავშვს, როგორ ვუბრძანო ბავშვს, ან როგორ მოვატყუო ბავშვი, რომ ამას თავი დაანებოს. ეს არ არსებობს. ისე იმას ვიმეორებ, რაც პაატამ თქვა, რომ ყველთელი ეს პრობლემა ბავშვზე კი არაა დამოკიდებული. იმის მიზეზი კი არ არის. ჩვენ ეს აპარატი უყიდეთ, დაუდგეთ თვალწინ, დავანახეთ 2 წლიდან დავაწყებინეთ ჭყეტა ამ აპარატში, ხომ? ვასწავლეთ კიდე თან გავიკვიროთ, როგორ ბავშვი თვითონ ხვდება და რა კარგად ხვდება და რა კარგად დაეძებს, რაც უნდა. მერე კიდევ დავინახეთ, რომ მიჯაჭვულია და აღარ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. არა? ვიდრე ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით შიგნით, ჩვენი დამკვირვებლები არ შეიცვლება ბავშვის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ. ამებს ვერ უშვედით. არა და გვჩება მუქარა, ძალისმიერი გზები. ეს საქმეს არ აშველის. ცოტა ხან შეიძლება ბავშვი მოწყვიტო ამას, შენი მუქარითა და აპარატის წართვით, მაგრამ მერე ისევ დაიბრუნეს ბავშვი ამას. მარსადმე გაუხდეთ ბავშვს აბა ბავშვს გარედან ამ დროს ვიღაცა მეგობრმა დაუძახოს. თეონა, წამოდი რა რაღაცა მაქვს შენთან, ხო გაიქცეო ბავშვი მაშინვე. არა, რატომ? იქ ინტერესია სხვა კიდევ. მაგრამ აი ესეთი ინტერესი უნდა გაუჩინოთ ჩვენი თავითაც, ისეთ კარგი მთხრობელი ვიყოთ, რაღაცა საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ვიყოთ. ჩვენც ავკითხულობდეთ ბევრს, რომ ბავშვს უუსწრებდეთ წინ ამ სიახლეთა ცოდნაში. აი ასეთი მეგობრები ვიყოთ ბავშვთან, გულისხმერები ვიყოთ და ყველაფერი ეს მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, არა მთლიანად ჩაენაცვლეო ბავშვის ცხოვრებას და ნაცვლად 5 საათისა თუ 8 საათისა 4 საათს უყურებს, 3 საათს უყურებს იმ კომპიუტერს. ისე მთლიანად მოწყვეტა ყოველად შეუძლებელია ჯერჯერობით. არ არის მაგისი წამალი და არც პედაგოგიკა. დიდი მადლობა პაატა. აი შენ ამუშავებ ძალიან ბევრ საინტერესო ხერხებს, რადგან გიყვარს ეს ინტერნეტი და კარგად ერკვევი. და მაინც პედაგოგებს ხوار შესთავაზებ რამე პროგრამებს, ან თქვათ ურთიერთობის, ინტერნეტ ურთიერთობის ბავშვებისთვის უფრო მისაღებ ფორმებს. დაუშვათ, რომ ურჩიოთ თვითონ პედაგოგებს, რადგან გთხოვენ დახმარებას აი ამ საქმეში. ძალიან უჭირთ ინტერნეტით ბავშვებთან ურთიერთობა. ანუ მე როგორც მივხვდი ძველი გაკვეთილის მეთოდი, ძველი კი არა, ლაივ გაკვეთილის, ანუ როგორც ცოცხლად ატარებდნენ, ის გადმოიტანეს პირდაპირ კომპიუტერში და აღარ არის საინტერესო. ბავშვისთვის ხო, როცა შეუძლია რომ უბრალოდ რაღაცა კნოპკას დააჭიროს და გავიდეს აი რა პროგრამები, რა ხერხები შეიძლება შევთავაზოთ პედაგოგებს ისეთი რომ დაინტერესონ ბავშვებთან ურთიერთობა. იქნება უფრო აი ეს ინდივიდუალური მიწერა წერილების, უფრო რაღაცა მეგობრობა როგორც ჩალიკო ამბობს ბავშვებთან. იმიტომ რომ ინტერნეტს აქვს ამის საშუალება, რომ მარტო ჯგუფურად კი არ ჩაატაროს გაკვეთილი მასწავლებელი, ინდივიდუალურადაც დაამყაროს ბავშვთან კონტაქტი.
რა ეგ არის ერთადერთი გზა რა ანუ სხვა აი ვერც ფსიქოლოგიური კუთხით ვერც პედაგოგიური ვერც აღმზრდელობითი ვერც დიდაქტიკური თვალთახედვის კუთხიდან აი სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა რომ კეთილი პიროვნული ურთიერთობის დამყარებისკენ ისწრაფოს მასწავლებელმა პირველი ეს მასწავლებლის ფუნქცია და ნაბიჯი მისი არის ეხლა ამას როგორ გააკეთებს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში თავისებურად უნდა მოხდეს მართალია მაგრამ არსებობს რაღაცა ზოგადი რაღაცა ფორმებიც ოღონდ ამ ზოგად ფორმებს აზრი ეკარგებათ თუ შინაგანი მდგომარეობა არ არის მასწავლებლის მომართული იქითკენ რომ აი ეგ უნდოდეს რა რომ იმეგობროს ბავშვებს სადაც პირველ ადგილზე წამოწეულია მასწავლებლის გულში აი დაამყაროს სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვებთან და მერე იყოს საგანი, მერე იყოს სწავლა, მერე იყოს საშინაო დავალება. აი იქ ეს მეთოდები გაჭრის კარგად. ხოლო თუ პირველ ადგილზე არის არა მაინც საგანი უნდა და ტესტი ჩააბაროს და უნდა კარგად შევამოწმო, მაშინ მეგობრობა ვერ დამყარდება ვერანაირად. ამიტომ მასწავლებელთან ალბათ აი ამაზე მე რომ ვიყო, ხო აი მე რომ მუშაობდე ჩემ თავზე მომუშავე, არა მოსწავლეებზე მომუშავე მასწავლებელი, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავზე მომუშავე მასწავლებელი, ვიფიქრებდი, აბა რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბავშვები გახდნენ ჩემი ძალიან კარგი ერთგული საუკეთესო მეგობრები. საუკეთესო მეგობართან მიგიწევს გული, საუკეთესო მეგობართან გინდა რომ საიდუმლო გაუზიარო, საუკეთესო მეგობართან ერთად ხარია რაღაცის კეთება და სულ ერთი ხდება უკვე ეს ონლაინ მდგომარეობაშია თუ ლაივ მდგომარეობაშია თუ ახლოს გვერდზე ვართ ერთმანეთთან თუ კილომეტრებით ვართ ერთმანეთისგან დაშორებულები. ეხლა ამისი სხვადასხვა ხერხები არსებობს რა. ნუ აი როჯერსი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი იყო და ის სწორედ ამას ცდილობდა ეს ესწავლებინა მასწავლებლებისთვის რომ მოდი გახდით ადამიანი ბავშვის წინ რა პირველ რიგში და მერე იყავი მოდი მასწავლებელი. მოდი იყავი გულღია ადამიანი, გახსნილი ადამიანი, არ დამალო რაღაცა შენი უკანა აზრები, ფიქრები, რაც გინდა პირდაპირ უთხარი ხოლმე ბავშვებს და ამითი დაამყარე ესეთი მეგობრული ურთიერთობა. ფინურ განათლებაზე რომ ვლაპარაკობთ, ძალიან ბრწყინვალე მაგალითია იქ, როგორ წლიდან წლამდე მასწავლებლები სწორედ ამას ცდილობენ. მეგობრულები იყვნენ ბავშვებთან, ერთგულება დაანახონ ბავშვებს, მოიზიდონ ბავშვები თავისი პიროვნული მომხიბლაობით. აი ეს თუ მიიღწევა, მაშინ ნებისმიერი ტექნიკა, ნებისმიერი ონლაინ სწავლება გვეხმარება უკვე იმაში, რომ ეს მეგობრობა გავაღრმაოთ ბავშვებთან და როგორ აკლიათ ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს, მოზარდ ბავშვებს ეს მეგობრობა, აი ძალიან აკლია. მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში დაიწყებს, აბა რა გქონდა ბავშვებო ჩვენ დავალებად და სიამომეცით ახლა წაგიკითხოთ, რა თქმა უნდა არ არის მოწოდებული მეგობრობისკენ. ეგ ვერ გახდება, აბა როგორ გახდება ეგეთი დასაწყისით. დასაწყისი თუ კიდე არის, ჩემო ძვირფასებო მთელი ღამე არ მეძინა თქვენთან შეხვედრას, როგორი გულით ველოდებოდი, აბა როგორ ახართ მითხარი თქვენ კი რა ხდება, აბა შენ კი რა. ეს არ არის დროის დაკარგვა და საგაკვეთილო დროის გაფლანგვა არავითარ შემთხვევაში. ეს არის ის საფუძველი, რომელზეც შემდეგ უკეთესი მათემატიკა აიგება რა. ნუ აი ამას ვიფიქრებდი მე, როგორ გავხდე საუკეთესო მეგობარი ყველა ჩემი მოსწავლისათვის. მე მგონი ძალიან კაი პასუხია. ეხლა მეორე თემაზე რაც გამოვკვეთე ბავშვებთან დაკავშირებით არის ის ბულინგის თემა. ანუ ძალიან აწუხებთ ბავშვებს ეს თემა, რომ ესე იგი ერთმანეთს დასცინიან ბავშვები კლასში, დაუშვათ იქ რაღაცა შენიშვნებს, უწყობენ რაღაცა ერთმანეთს ისეთ სიტუაციებს, ანუ რაღაცა ოჯახიდან მოტანილი რაღაც ღირებულება, თქვათ არ შეესაბამება მეორე ბავშვის ღირებულებებს და მოკლედ აი ეს შეჯახებები მიდის. და აი ძალიან წუხან რა ბავშვები ამ ძირითადად ასახელებენ ერთ-ერთ იმას, რომ ჩვენ ჭყუიდან გადავდივართ, როდესაც ვთქვათ ბულინგის თემა არის, ეს ბულინგის თემა არის ოჯახიდანაც, ანუ დედა და მამა სგანაც არის მასწავლებლისგანაც და თვითონ ბავშვებს შორისაც არის ეს ბულინგის თემა და აი შალიკო რაღაცნაირად ეს ძალიან შეესაბამება ზოგადად ჰუმანური პედაგოგიკისა და ავტორიტარული პედაგოგიკას შორის
განსხვავებას ხედავ აქ, იმიტომ რომ ავტორიტარი ყოველთვის აბულინგებს. რა სიტყვას მორობ შენა? ბულინგი ნიშნავს ძალდატანება, იძულება, ხო, იძულება. მე მგონი ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს. თლად ძალდატანება კი არ არის, ბულინგი უფრო არის აი დაცინვა და შეურაცხყოფის მიყენების ზღვარზე. ქილიკობა რა, ქილიკი, ხო, რაღაცაზე რომ ხო, ქილიკები რა. ხო, აქილიკებენ, ну, რა ვიცი, ესეთი რაღაცა, ანუ ადამიანი, როდესაც არის ავტორიტარი, დაუშვათ შეიძლება თავისი რაღაცა შეხედულებები დააძალოს მეორე ადამიანს ძალიან და თუ არის ადამიანი ჰუმანური გაგების, ის ყოველთვის რაღაცა იგებს, რომ თქვათ, ვიღაცას თქვათ არ უყვარს რაღაცა სხვა და ეს დასაცინი სულ არ არის და იღებს ისეც როგორიც არის, ხო? აი ამ შემთხვევაში შენ რას ურჩევდი, შალიკო, ბავშვებს? აქ ბავშვები არის თინეიჯერები, რომლებიც ამას ძალიან განიცდიან. აი ზოგჯერ არის, რომ აი თვითკვლელობამდე მიდიან ბავშვები ზუსტადაც აი ასეთი დამოკიდებულების გამო მათ მიმართ. რა შეგიძლია ურჩიო ბავშვებს, რომ აი ამას თავი დააღწიონ რაღაცნაირად? მან ორივე მხარეს უნდა რაღაცა ურჩიოთ, მაგრამ თუ მესამე არ ჩაერევა, ჩვენი რჩევები სუსტი იქნება. ეხლა რა შეუძლია ურჩიო იმას, ვინც ქილიკობს და დასინის სხვას. და ჩაგვრად, შეიძლება ჩაგვრა იყოს კიდევ კარგი, ხო, ანუ აი რომ ჩაგრავენ, დაქცინიან, ქილიკობენ, ჩაგრავენ რა. თვალში ამოიგდეს. თვალში ამოიგდეს. აბურთავებენ, ამასხარავებენ, მასხრა დაგდება და სხვა ამგვარია რა. და კაცი ბავშვი ჩაგერება თანდათანობით და ჩიავდება ამ ურთიერთობებში. ეხლა ამ დაჩაგრულ ბავშვს რა უნდა ურჩიოთ? რომ მუშტებით დაეტაკოს ხანდახან ყოფილა ხოლმე, როცა ასე დაჩაგრული ბავშვი მიდის ბოქსს სწავლობს და მერე ბოქსით უტოლდება ამებს და დააფეთებს იქითკენ. მაგრამ ეს არ არის კარგი რჩევა. ხო, არც ეს იქნება რჩევა, რომ უთხრათ ბავშვს, ნუ აიტანე ესა, მოითმინა. და ვერ მოითმეს ის, არ შეიძლება. ხო, ამიტომ აბავშვს რა უნდა ურჩიოთ? ან ამ წრეს უნდა გაეცალოს და სხვაგან და სხვა წრეში უნდა შევიდეს, სადაც ასეთი რაღაცა ნაკლები იქნება, იქ უნდა სხვანაირი ფხა გამოიჩინოს, რომ იგივე ამბავი არ მოხდეს. ან და უფროს იცხებს უნდა ურჩიოთ, რომ გრცხვენოდეთ, კაცო, რაგვარად შეიძლება ეს ბავშვი გაიზრდება, შეიძლება ისეთი რაღაცაც გახდეს, რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ დასცინიან ბავშვს და მე ის გამხდარა, რაღაცა და შურიც უძიებია მათზე. რა? მიხვალ ხან ხელი გინდა გაუწევ რამე მომეცი რა, შენ დამეხმარე მეც მიმიღე სამუშაოს და არ მიგიღებს შენ თანაკლასელი. იმიტომ რომ შენ იყავი ის, რომელიც ასე და ისეო. აი, ეგეთი შურიზებაც არის. გაითვალისწინეთ ჩემო ჯგუფას ახალგაზრდებო. თქვენ ყოველთვის პატარები კი არ იქნები და ამ ქილიკობას და დაცინოს თუ რაღაცას სხვა დროსაც კი ვერ გაუბედავთ ერთმანეთს. რა, ვინ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ეს არ ვიცით. მაგრამ აი ეს რჩევა გამოგადგებათ ეხლა თქვენა, მესამე გჭირდებათ. მესამე ეს არის აღზრდელი, მასწავლებელი, მშობელი და ვიღაც ასეთი სხვა, რომელიც თქვენ შეგაკავშირებთ. ერთმანეთს დაგანახვებთ. როცა მასწავლებელი თავისი მეგობრებით მარტო შენთან კი არა, ყველასთან მეგობრებით ერთმანეთის მეგობრებს გახდით. ეხლა მე არ მოვითხოვ და არც მოუწოდებ ვინმეს, რომ ოქტომბრელები გააჩინონ სკოლაში და პიონერთა ორგანიზაციები, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მართლაც არ იყო არავითარი დაცინვა, ქილიკობა, ვიღაცის დაჩაგვრა, როგორ კაცო ეს პიონერები ვიყავით თუ ოქტომბრელები თუ კავშირდები და ამას ვერ გაუბედავდით ერთმანეთს და ეს რო ვერ უბედავდით, ამიტომ ჩვენ ზნეობრივ ჩარჩოებში ვექცეოდით, ხო? მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ რაღაცა კეთილი ორგანიზაციების შექმნა, თქვა მეგობრობის ორგანიზაცია, ურთიერთდახმარების რაღაცა, არ ვიცი მე რა დავარქვათ, გუნდი თუ რამე ასეთია რა, კლუბი დავარქვათ, სადაც რაღაცა მორალურ იდეას გავიხდით პრინციპად და იმას ვემსახურებით. ხო? აი ეს უნდა მასწავლებელმა გააკეთოს. ლაშქროებში გატაროთ, ძნელი გზები გაგატაროთ, ერთმანეთის დახმარება რო იყოს აუცილებელი, მასწავლებელმა უნდა იიტიროს, როცა ვინმეს დაასცინის. აი მესამე უნდა ბავშვებს და მარტო ბავშვებს ამ პრობლემის გადაწყვეტა უჭირთ. პატა, აი კონკრეტული მაგალითი რო ავიღოთ დაუშვათ, აი ესეთი ერთ-ერთი ბავშვი წერს რა, ესეთ მაგალითს რო
დაუშვათ ბავშვი არის მსუქანი, სიტყვაზე ვთქვათ, ხო? და ამ ბავშვს, აი, სულ ეუნებია, რომ შენ ხარ მსუქანი თუ რაღაცა და ამ თემაზე ეს ბავშვს ნერვიულობს. ხო, ნერვიულობს. აი, ვთქვათ, აი კონკრეტულად აი ესეთი ტიპის ბავშვმა რა უნდა ქნას, ვთქვათ, უნდა დიეტაზე დაჯდეს და გახდეს, თუ არ მიაქციოს ამას ყურადღება, თუ აი რაღაცა კონკრეტულ იმას ხარ ურჩევდი, ვთქვათ, ეგეთ ადამიანს. ჯერ ერთი აი ეხლა მოვიძიე ერთი ლინკი YouTube-ზე და ეგერ პირდაპირვე გავაგზავნე აი ამ ჩვენ სადაც ტრანსლაცია გვაქვს ჩატში. ეგ არის ერთი ძალიან საინტერესო ამერიკელი ახალგაზრდა კაცი, ბრუკს გიბსი ქვია მას, რომელიც ძალიან საინტერესო ტრენინგს ატარებს სწორედ ბულინგთან დაკავშირებით და ატარებს მას ახალგაზრდებისათვის რა, ახალგაზრდა ბავშვებისათვის და ძალიან კარგი ნიმუში არის იმისი თუ როგორ შეიძლება ბავშვები გავავარჯიშოთ იმაში თუ რა რეაქცია ქონდეთ ხოლმე როცა ჩაგრავენ ან გამასხარავებენ ან რაღაცა გაბურთავებენ თუ რავი რა დაქცინიან რა მოკლედ ძალიან საყურადღებო არის და ურჩევ ბევრს ნახოს ეს და თუ რომელიმე მასწავლებელი ან რა ვიცი ახალგაზრდების ჯგუფთან მომუშავე ახალგაზრდა ან შეიძლება ჩვენ ამონაშვილის აკადემიაში კიდევ დაინტერესდნენ რომ თქვათ აი ამდაგვარი ვარჯიშებიც ჩაუტარონ ხოლმე ბავშვებს არ გინახია შენ იცი რა ძალიან კარგ რაღაცა ვარჯიშს უტარებს როცა აი ეუნება თქვათ ტრენინგის მონაწილეს მიდი აბა დამცინე მაგალითად მითხარი მსუქანი ხარ რა შემსუქანო ესე მითხარი ვიღაცამ და გაუგდოს მაგას ორგანიზაცია ათამაშოს ხო არა ეს ათამაშებს და თავის თავზე ეუნება მითხარი აი მაგალითად დამცინე ეს ეუნება შემსუქანო ეს კიდე პასუხებს უი მართლა ხო მე კიდე სარკეში ვიყურები მომწონს ჩემი თავი და ეღიმება გაიგე ანუ როგორც კი ბულინგს არ პასუხობ რეაქციით წინააღმდეგობას თუ არ უწევ რა დაცინვა აზრს კარგავს რა ეხა დაქცინებ იმ შემთხვევაში თუ გაბრაზდე იმიტომ დაქცინი რომ უნდა გაბრაზდე და გაწყეინო მაგრამ თუ უცებ არ გწყინს ხო ეს ჩემი დაცინვა ეს დამცინავი ხელებს ჩამოშვებული რჩება ხოლმე და აღარ იცის ხოლმე რა ქნას რა იმიტომ რომ ეს გამასხარავება და აბუჩად აგდება ეხლა ხელით შეხებას და ძალადობას არ გულისხმობს არავითარ შემთხვევაში რა ეხლა ეგ სხვა დანაშაულია რა უკვე სხვა ფორმის დანაშაული ამიტომ ეს ძალიან კარგი გავარჯიშება არის თინეიჯერი ალბათ პედაგოგებიც რა კარგი იქნება რომ ამ თემას დროს უთმობდნენ როგორც ჩალიკომ თქვა რომ აი ეგეთი მაგალითები მას აქნან განიხილონ სავარჯიშოები ხო რადგან ეს პრობლემა ჩემ დროსაც იყო სკოლის დროს ეს არ არის ახალი პრობლემა ერთმანეთის დაცინვით თითქოს პირიქით თავს იმკვიდრებდნენ ესეთი ყოყოჩი ბიჭები რომ აი ვიღაცას დაჩაგრავდნენ ვიღაცას ასე იზამდნენ ისე იზამდნენ ეს ახალი არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცივილიზაცია მიდის და რაღაცნაირად უნდა მასწავლებელმა თავდაცვები და ესეთი რაღაცა ალბათ კარგი იქნება რომ მათემატიკასთან და ფიზიკასთან ერთად აი ესეთი საგნებიც ისწავლებოდეს რომ როგორ ადამიანმა დაიცვას თავი. ერთი რაღაცა მინდა რა ვთქვა მაგასთან მიმართებაში რომ ხა მასწავლებლებზე როცა ვსაუბრობთ ცხადია უნდა დაისვას შეკითხვა თუ რამდენად აღზრდა შედის მასწავლებლის მაშინ რა ქვია ხო რა გათვალისწინებული აქვს თქვა ნუ მოვალეობაში შეიძლება ვთქვათ შედის ესე ვთქვათ პირობითად მაგრამ თვითონ მასწავლებელი როგორ უდგება ამას ჯერ ერთი ახლა ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ მასწავლებლებზე და მინდა თითოეულ მასწავლებელს ქედი მოუხარო რა ეს საქართველოშიც ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ჩვენთან თაში ბარში სადაც გინდა იყოს თუ საზღვარგარეთ ქედი მოუხარო იმ გმირული საქმიანობისთვის რასაც ისინი აკეთებენ რა ამიტომ თუ აქ მასწავლებლებზე მსჯელობთ მხოლოდ იმიტომ რომ უფრო ბედნიერები იყვნენ უფრო გახარებულები იყვნენ და თავის ბავშვებთან ერთად ხო ახლა რაც შეეხება საგანს და ბავშვებთან მუშაობას ჩემი შეხედულებით და ჰუმანური პედაგოგიკის გადმოსახედიდან აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საგანი ახლა თუ ბავშვები
ბავშვები სწავლობენ დრამას მაგალითად და სპექტაკლს დგამენ. სპექტაკლზე უფრო მნიშვნელოვანი არის ბავშვების ურთიერთობა აი ამ დრამის დადგმის პროცესში. იმიტომ რომ რაღაცა სპექტაკლი დაიდგმება და ეგ არ იქნება თქვათ სტურვას დადგმული შედევრი, რომელიც სწავლა თქვათ ინგლისში ფესტივალზე. ხო, ეს საბავშვო სპექტაკლი იდგმება. ეგ ნაკლებ მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ბავშვებს შორის ურთიერთობა. აი ეგ დარჩება. წყენებს თუ იწვევს ეს სპექტაკლი, წყენები დარჩებათ ბავშვებს. თუ ერთმანეთზე გაღიზიანებას იწვევს, აი ეგ გაღიზიანებები მათ დარჩებათ როგორც აღზრდის ელემენტები. და თვითონ სპექტაკლი დაივიწყება, რა თქმა უნდა, რა დავიწყებას მიეცემა ყველა შემთხვევაში. ახლა თუ მასწავლებელი ვარ და ბავშვების ასეთ ერთობლივ საქმიანობას ვაორგანიზებ, ალბათ პირველ რიგში ვიფიქრებდი აი ამ ერთობლივი საქმიანობით, როგორ ესენი დამეგობრდნენ, როგორ ესენი ძმები გახდნენ და დები ერთმანეთისთვის, როგორ მათ აუმაღლდეთ პატივისცემა და ერთმანეთზე ზრუნვა აი ამ საქმიანობით, თორე თვითონ ეს საქმიანობა რაც გინდა იყოს ჯგუფური მუშაობა, რასაც გინდა ვაკეთებდეთ, მილიონჯერ ნაკლებ მნიშვნელოვანია შედეგის თვალსაზრისით და იმ უნარჩვევების თვალსაზრისით, ვიდრე აი ეს ურთიერთობები. მაგიტომ აღზრდა ხო უფრო მთავარია რა ყოველ წუთას ვიძახით. მთავარია და უფრო რთულიც არის. ხო, რთულია ცხადია, იმიტომ რომ აღზრდა ნიმუშს მოითხოვს. ანუ აი თვითონ აღმზრდელის ნიმუშს მოითხოვს. აღმზრდელი თუ აღზრდის, თორე აღმზრდელი აღუზრდელს აღზრდის, ცხადია და. აი ხა იგივე თემები გამოიკვეთა, რაც ძალიან გამიკვირდა თვითონ მშობლების სეგმენტშიც, სადაც აი უკვე მშობლები მწერენ, რომ აი დედამთილი, აი რამდენჯერმე დედამთილის ესეთ სახე გამოვიდა, რომ ყველაფრით უკმაყოფილოა ეს დედამთილი, ესე იგი ეს აღზრდის მეთოდი არ მოსწონს მშობლების, შენიშვნებს აძლევს ბავშვებს, უხეშად მიმართავს და აქედან გამომდინარე, აი აღარ იციან ამ მშობლებმა, თვითონ მშობლების პოზიცია ესეთია, რომ პატივცემენ ამ დედამთილს, შეძლებს დაგვარად ყველაფერს უკეთებენ, მაგრამ აი ესეთი თვითონ ოჯახში შიგნით არის დამცირება ერთმანეთის დაჩაგვრა, ასე თქვა და ბავშვები ამას უყურებენ. ხო და შეიძლება ვთქვათ რომ აი სკოლაში მერე სწორედ სახლიდან წამოღუსული ეს აგრესიებიც მიაქვთ და უნდათ რომ ეს რაღაცა სურათი კიდე გადაიტანონ მეგობარზე და აი თვითონ აი ამ დროს რას ურჩევდით შალიკო, როდესაც ოჯახში არის განსხვავებული აღზრდის მეთოდები და ერთ ოჯახში ცხოვრობს დედა, მამა, დედამთილი, მამამთილი, ბავშვები ჩაკეტილები არიან, პანდემია არის და კიდე ხასიათების შეწყობა და ერთმანეთის ჩაგვრის პრობლემა არის გამძაფრებული. ხო, ну ბავშვებზე პირველი სიტყვა მშობლებს ეთქმით. და იმათ უნდა თქვათ, როგორი აღზრდა უნდათ თავიანთი შვილის. ამიტომ შეიძლება სთხოვონ დედამს სთხოვონ, იმიტომ რომ ვერ უბრძანებენ ვერც დედამთის, ვერც მამამთის, ვერც სიდეთრსა და ვერც სიმამრს. რომ თუ შეიძლება დედა დამეხმარე ასე გავზარდოთ ბავშვი. როცა სთხოვს ამას, თუ შეიძლება დამეხმარე, მანდ რძალ დედამთილის პრობლემა თუ არის კიდევ გართულებული, რაც როგორი ეს თხოვნები საქმეს არ უშევს, მაგრამ აი თუ შესაძლებელია სთხოვოს, შეხვეწოს, შენიჭეროს, თან მოეფეროს, აკოცოს, მადლობა გადაუხადოს, როცა ერთხელ მაინც დედამთილმა ეგრე გააკეთა. შენიჭირი მე თქვა რა, ეს ერთი გამოსავალია, რომ დედამთილი ჩაიყოლო. თუ ვერ ჩაიყოლა და მაინც ის თავის თქვათ, თავისებურად ზრდის, რაც კულტურა გაუვლია თუ მიუღია, იმით აკეთებს. შეიძლება არც უც აკეთებს. შეიძლება ჩვენ არ მოგწონდეს რა, მაგრამ თქვა და ჩვენი ჰუმანური ახალგაზრდები ჰუმანურები ვართ და ბებიამ ვერ გაიგო. და ბებია აგერ ბავშვს უყვირის, უბრძანებს რაღაცას, ბავშვს უნდა ვასწავლოთ. რომ უყურს ამ გაბრაზებულ ბებიას თვალებში დედამთილს რომ ეძახით, არა და უთრას იცი რა, შენ კი მიყვირი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ შენ. ეს უნდა განაიარაღოს. ბავშვმა გამიგეთ, უნდა ვასწავლოთ რომ ბებია კი ასეთი, მაგრამ იმას გულით უყვარხარ, იმასაც, მაგრამ ასეთია რა ვქნათ ახლა და რო გეტყვის ასე და გაგიბრაზდება, უთხარ ბებო, მე შენ მაინც მიყვარხარ. აბა შენი გული მომასმენინე, უი რა კარგი გული გაქვს, როგორი კეთილი გაქვს, რატო ყვირი ხარ ბებიას გულო. აი ეგეთ რაღაცა ვასწავლოთ ბავშვებს, არა? კი არ შევაძლოთ ბებია. პირიქით. რომ მას გული აქვს ეგეთ და
ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ბავშვი გაზრდის ბებიას თავისთვის სასიკეთოდ. შეცვლის. ეხლა ეს არ არის გამოსავალი ყველაფრიდან, მაგრამ ერთ-ერთი კარგი გზა არის. დიდი მადლობა პაატა. აი, როდესაც გართულებულია ოჯახში ურთიერთობა, ხო, და ბავშვი იზრდება ამ ოჯახში. კარჩაკეტილობამ გამოიწვია, როგორც ჩანს, მონაცემები, სოციოლოგიური მონაცემები, ბევრი ოჯახის დანგრევაც. რო თითქოს ვეღარ გაუგეს ერთმანეთს ადამიანებმა და მართლა ზედმეტი დოზა მოუვიდათ ერთად ყოფნის. რა რჩევა შეიძლება მივცეთ ამ შემთხვევაში მშობლებს? ანუ რაც თავიდან შალიკომ ილაპარაკა, ხო, იმაზე გვაქვს, ხო, რომ ისევ მოთმინება უნდა ხო, ნუ აი მოთმინებაზე არ არის, იქნება აი რაღაცა რჩევა მივცეთ ისეთი, რომ არ ვიცი რა. ყოველ შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა, სიგიჟის ზღვარზე არიან ამ მიმართულებით მშობლები. მშობლებს ეხება, ხო? უშუალოდ, ხო? ბულინგის სახში შიგნით. ხო, გავიგე ბულინგის სახში შიგნით. ნუ ბედნიერები არიან, მე მგონი ის მშობლები, რომლებიც ბავშვთან ერთად კარგ დროს ატარებენ ხოლმე. ახლა ბასტიბუბუს მაგალითზე ბევრჯერ გვინახია, თუ ბასტიბუბუს ღონისძიებების დროს მშობლები რა უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე თვითონ ბავშვები. უფრო მეც ცეკვავენ კულისებში, უფრო გახარებულები არიან. აი, რაღაცა ეს ამ ტალღას თუ დაიჭერდნენ მშობლები, რომ ისი ამოვნონ ბავშვთან ერთად რაღაცა ერთობლივი საქმიანობით, ერთად თამაშით, ერთად ცეკვით, ერთად გართობით, ერთად სადღაცა წასვლით, ერთად რაღაცა ხელსაქმით, თუ რა ვიცი, სულ ერთია რითი რა. ხუმრობით ერთად იგიჟონ, კაცო. ხო, ერთად გიჟობით, ხო. ხო, კაი აზრია, თუ როგორ არ გავგიჟდე, თუ ბარემ გიჟდები, ბარემ წამო ერთად გავგიჟდე. მოდი ერთად გავგიჟდეთ, ხო. ხო, სხვათა შორის ეს იუმორი კარგი გამოსავალია. ამ შემთხვევაში, ხო? ნუ პედაგოგების იმაზეც ესეთი ამ ბულინგის თემაზე, ჩაგვრის თემაზე ასეთი კითხვა მოვიდა, რომ მშობლებიო ბავშვებს აძალებენ, რომ ისინი იყვნენ, თქვათ, წარმატებულები, ისინი რაღაცა და აი პედაგოგი არის ცუდ დღეში, იმიტომ რომ მას თქვათ უნდა სულ სხვა რამე მისცეს, სიკეთე მეგობრობა ასწავლოს და მშობელი პირიქით აქეთ ეუბნება, რომ არა, მკაცრად მოექცი ჩემს ბავშვს, ცოდნა მიეცი, იმიტომ რომ უნდა ჩააბაროს გამოცდები, უნდა მაღალი ქულები კონდეს და ესეთი თითქოს აი დაწოლა მიდის ბავშვზე, რომ არ დაიჩაგროს, რომ ყველას აჯობოს და ასე შემდეგ და აი პედაგოგები ჩივიან, რომ აი როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ მშობელს, როცა ესეთ შეკვეთას გვაძლევს, ბავშვი ესე მოყავს ჩვენთან და ამ შეკვეთას გვაძლევს, რომ აი ხუთოსანი უნდა რომ იყოს ეს ბავშვი მანდამაიც. 1000-იანი უფრო სწორად. ეს ბევრმა მშობელმა იცის სხვათა შორის, იმიტომ რომ ეხლანდელი წარმოდგენა ცხოვრებას ეს არის თუ რა გაქვს. ამიტომ ბავშვი უნდა ჩააბაროს, რომ მერე კარგად იცხოვროს, წარმატება მოიპოვოს, თანამდებობები მიიღოს თუ რაღაც პირობები შეიქმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი. თორემ ეს მშობელი არ ფიქრობს, როგორი სულიერი უნდა გახდეს ბავშვი. ამაზე რომ ფიქრობდეს, სტანდარტებს ყურადღებას არ მიაქცევდა, იმიტომ რომ სტანდარტებს ყველა ბავშვი ჩააბარებს. ისეთია სტანდარტები, რომ ყველა ბავშვი ოღონდ ცოტათი განვითარებული იყოს და სტანდარტებს გაუწევს. ეხლა რა უნდა უთხრათ ჩვენ ჯერ პირველ რიგში მასწავლებას, რა? მშობლები კი ეთხოვენ, მაგრამ როცა მასწავლებელი კლასს ღებულობს, კლასის ხელმძღვანელი ხდება თუ დამრიგებელი თუ რას ვიძახით ახლა, უნდა შეკრიბოს ისინი და უთხრას, ჩემო ძვირფასო მშობლებო, მე ასეთი მასწავლებელი ვარ, მაქვს ესეთი გამოცდილება და ასეთი მიმართულება, ასეთი კულტურა. ჩემი მიზანია ბავშვებს თქვენსას შევძინოთ მეგობრობა, გულისხმერა, ურთიერთდახმარება, სიყვარული თქვენს მიმართ და ჩემსთვისაც და ერთმანეთს შორისაც და ადამიანის მიმართ. აი ეს არის ჩემი პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში თქვენი ბავშვები ჩემთან მათემატიკას ისწავლიან, ამასაც ისწავლიან, არა, ეს უნდა თქვენი პროგრამა უნდა დაუყენოთ ძვირფასო მასწავლებელო მშობლებს და უთხრათ, თუ ეს არ გაწყობთ, იცით რა, ჯერ კიდევ დრო ბავშვი გადაიყვანოთ აქედან. იმიტომ რომ მე ამას ვერ გადაუხევ. და თქვენ რომ საჩვენებით მომადგეთ, მეც უხაროდ გობრაში ვიგრძნობ თავს და თქვენც
ხორხულ მდგომარეობაში ჩავარდებით. ამიტომ მოდი წინასწარ შევთავაზოთ, რომ პედაგოგიკა შეთანხმების საგანია. ეს რა მეცნიერების საგანი. როგორც შეთანხმდება მასწავლებელი მშობელთან, მშობელი ბავშვთან, ბავშვი მასწავლებელთან თუ მასწავლებელი ბავშვთან, აი ისე აიგება ურთიერთობა და ეს იქნება პედაგოგიკა. ამიტომ შეუთანხმდით წინასწარ მშობლებს, რა პრინციპებს ემსახურებით. თუ ხართ ჰუმანური პედაგოგი, უთხარით, მე ასეთი ვარ და თუ მომადგებდე მეტყვი, ჩემი შვილი დასაჯეო, არ დავსჯი. სხვა რამეს გამოიყენო, მაგრამ არ დავსჯი. თქვენ მითხართ უბრალოდ რა არ მოგწონთ ბავშვში. იმასაც ვთქვი, მოვბრძანე და ჩემი გაკვეთილებით ნახეთ თუ ძალიან გნებავთ. რომ გაიგოთ როგორ ვზრდი ბავშვებს. არა, თქვენ დაუყენეთ ჩემოძირფასებო მშობლებს პირობა და არა მშობლებს წამოაყალიბებინოთ პირობა, მაგრამ თქვენი პირობები უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების დონეზე და არა ამაზე დაბალი, რომ მე ესეთი მუქარიანი ვარ და დედას ვტირებ ყველა ბავშვს და ჩემ ბავშვებს ჩემი ეშინიათ და თუ ამითი იტრაბახებ. არა, ეს არაა პროგრამა. ეს არის სკოლის დაშლის პრინციპი, მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვის პრინციპი არის ესა. აი ასე მოიქეცეთ თქვენ. მშობლებსაც უთხრათ ორი სიტყვა. იმაზე რომ ჩემო ძვირფასებო კაცო, აი თუ არ გავგიჟდე, ეგ არის სწორედ. რატო გიჟდებთ ამ ბავშვების, გინდა თუ არა ყველაზე პირველი იყოს. არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი. თუ ეხლა მე არ შემიძლია გადავხდი ამ სიმაღლეზე მაღლა. ბიჭო, რას მაძლევ, რომ გინდა თუ არა გადავხდი, რომ იმასაჯობო. ვერ ახტები. არა მაქვს ეგ სხეული, არა მაქვს ეს ტანადობა, ეს მოქნილობა, არა მაქვს ბუდება არ მომცა და მაძალებ. აი ბევრი რამს ვაძალებ ჩვენ შვილებს და ეგ არის მათი გაგიჟებაც. ხო? ვაძალებ, მე ისინი გვიძალიანდებიან, ჩვენ კიდევ ნერვიულობთ, რატომ არა და მე ესმინდა და თითქოს მისთვის სიკეთე გვინდა და ამ დროს ამ სიკეთის განცდით მივაჯახეთ რაღაცა კედებს. აი აწონდაწონეთ ჩემოძირფასებო ესა რა სიმაღლეებს უყენებთ თქვენს ბავშვებს და ეს სიმაღლე შეიძლება თუ არა მას გადაალახვინოთ თქვენი გონივრული ურთიერთობით, მასწავლებლის გონივრული ჩართვით, შეიძლება თუ არა ფსიქოლოგიც მოიმარჯვეთ, შეიძლება თუ არა ამ სიმაღლის გადალახვა და როცა მასში დარწმუნდებით, შეეშველეთ ბავშვს. მაგრამ არ უგიჟნოთ პირველობა და გამარჯვება და შენ ყველაზე უკეთესი უნდა იყო და ჯობნის საქართველოში არ დაილევა არასოდეს. შური კი არ უნდა გაგვიჩნდეს. გვიხარდეს უნდა რომ ის დაწინაურდა პირიქით. ბავშვი თქვენი შვილის ამხანაგი რომ დაწინაურდა, ამას დაარიგე რომ მიდი და შვილო მიულოცე, აი ეს საჩქარიც მიუტანე, მიდი გადაეხვიე, დაურეკე, უთხარი, გამარჯვება, გაიხარი მისი გამარჯვებით. აი ეს იქნება აღზრდა. მე დავამთავრე. პატაი, ჩვენი მეგობარი თამისას კლასელი გუკასთან საუბრობდი, ხშირად მისგან ვიღებ ხოლმე რეკომენდაციებს და მან მითხრა, რომ აი მე ძალიან მაგიჟებსო და ჩემ მეგობრებსაცო, როდესაც წავაგებთო, თქვათ ის კალათბურთელია და ხშირად შეიძლება რაღაცა თამაში წააგონ, ან რაღაცაში დამარცხდეს, ან ჯგუფის წინაშე რაღაცა, ну, აი წაგება ძალიან ცუდად მოქმედებსო, განსაკუთრებით ბიჭებზეო და რას გვირჩევსო შენ როგორც ვიცი კალათბურთის ჯგუფში ფსიქოლოგადაც მიგიწვიეს და აი როგორ უნდა მოემზადონ ეს ბიჭები, რომ წაგებას შეხვდნენ ღირსეულად. საერთოდ თანამედროვე სპორტი რაღაცა უპირატესობები ცხადია აქვს, მაგრამ ვინც კი პროფესიონალურად არის ჩართული თანამედროვე სპორტში, არის ორიენტირებული მოგებაზე ისევე თითქოს ისინი არიან კაზინოში რა, აი რაღაცა თითქოს აი ამ აზარტულ თამაშებში არიან შესული და პრინციპში უმეტესობა თუ ყველა არა სპორტსმენებისა ტვინი აქეთ აქვს მომართული. მეტი გაიტანონ, იმიტომ რომ მეტი ფული იშოვონ, იმიტომ რომ მეტი სახელი იშოვონ, იმიტომ რომ უკეთესი ხელფასი ქონდეთ, იმიტომ რომ უფრო სახელმოხვეჭილები იყვნენ და შესაბამისად დამარცხებაც განიხილება როგორც ტრაგედია, იმიტომ რომ მოგაკლდა ხელფასი, მოგაკლდა სახელი, მოგაკლდა დიდება, ვეღარ ხარ ისეთი ადამიანი როგორც პირველ ადგილზე დამდგარი გამარჯვებული და შენ აგერ მეორეზე უკვე მეორე ადგილზე გამარჯვებული კი არ ხარ დამარცხებულად აღიქმები. აი ამ ეს სპორტი რა თქმა უნდა აზიანებს სულს, ძალიან აზიანებს და ჯობია ესეთ სპორტში თუ შესაძლებელია ჩართული ვიყოთ, ოღონდ ეგ მიზნები არ გქონდეს რა. სპორტში თუ ჩავერთვებით, იმიტომ რომ სხეული
გქონდეს ძლიერი და აქედან გამომდინარე მე სულიც გავაძლიეროთ, მაშინ აი ეგ კარგი სპორტია. მაგ სპორტზე ნამდვილად აი ყველა უნდა ილტვოდეს ეგეთი სპორტისკენ, მაგრამ სპორტი, სადაც მე და შენ იმიტომ თამაშობთ, რომ მოგებები გქონდეს და ფულები მეტი ავიღოთ და სახელი მეტი მოვიხვეჭოთ და დიდება მეტი გქონდეს, ნუ რაღაცა თლად კარგი კაი წასამართი არ არის რა, მე მგონი ეგეთი სპორტი და საუკეთესო მწვრთნელები ალბათ ის მწვრთნელები არიან, რომლებიც ასევე აღზრდით არიან დაკავებული სპორტის მეშვეობით, ზრდიან ადამიანს რა, დიდი ასოთი, კაცს ზრდიან, დიდი ასოთი. ერთხელ დავინტერესდი სპორტსმენების მომავალი, ანუ რა მომავალი აქვთ ხოლმე სპორტსმენებს, როცა კარიერიდან მიდიან, რომ ასრულებენ ხოლმე თავის მოღვაწეობას სპორტში და ძალიან გამონაკლისები არიან სპორტსმენები, რომლებიც აღწევენ ხანდაზმულ ასაკს, კიდევ აგრძელებენ ჯანმრთელად ჯანსაღად ყოფნას და კიდევ ბედნიერები არიან. ბევრი ნარკოტიკებს, რაღაცა ალკოჰოლს გადაყვება ხოლმე, წონის პრობლემები აქვთ აუცილებლად, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ აუცილებლად. ანუ რაღაცა სპორტი გამოდის მოწოდებულია ჯანმრთელობისკენ და ამ დროს პირიქით ანგრევს რა თვითონ სპორტსმენების ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, ძვირფასო ახალგაზრდა ბიჭებო, გუკა ძალიან მიყვარხარ ყველანაირად თუ გვისმენ ეხლა ჩვენ და ძალიან დიდი გულით მინდა გისურვო პირველ რიგში ბედნიერი იყო რა, სულ ერთია მოიგებ თუ წააგებ, მაინც ბედნიერი რჩებოდე და მოდი აი ამაზე ვიფიქროთ რა, როგორ ვიყოთ ჩართული სპორტში, ვითამაშოთ რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვითამაშოთ, რა თქმა უნდა აზარტიც გქონდეს თვითონ სპორტში, მაგრამ აი როცა დამთავრდება ეს ჩვენი თამაში და შერკინება, ხო? ძმაკაცებად და მეგობრებად ხო უნდა ვრჩებოდეთ არა მოწინააღმდეგე ჯგუფები. აი ამისკენ მოდი ვისწრაფოთ რა და საუკეთესო სპორტია, სადაც ყველა გამარჯვებულია, ხო? ხო, აი პრინციპში აი ეს თემებია და მე მინდა რომ კიდევ ახლა ჩვენი ლაივის დროს მოდის კითხვები და ძალიან მთხოვენ რომ ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ. მოგესალმებით, კითხვა მაქვს 10 წლის შვილი მყავს, რომელიც ლაივის დროს როცა გაკვეთილი აქვს, კალმის თავს კვნეთს, რასაც ადრე თავიდანვე აპროტესტებდა. ვაკვირდები და ვერ გრძნობს, ხან არის მელანით გამოსდის. მიპასუხე რა, გავაკეთო მაქსიმალურად ვარ გაწონასწორებული და ვცდილობ. მე მას გავუგო და ხელი შევუწყო. გთხოვთ მიპასუხეთ, ბავშვი გისმენთ. ესე იგი უნებლიეთ ეთყობა იმას. ბავშვებმა ხან ფრჩხილის კვნეტაიციან, ბევრია ბავშვი, რომელიც აი ისი აქვს ამოკვნეტილი ფრჩხილი, ლამის ისლამდე მიიტანს, აი ასე. იქნეს, რომც განერვირებული არ იყოს არაფრით, მაინც ეს ნერვულობის ბრალია, მაგრამ ხანდახან უმიზოზოდაც კი უბრალოდ იქნეს ამ ფრჩხილს. ან და რაღაცას კვნეთს, ან რაღაცა უჭირავს ხელში და აი ათამაშებს იმას. ეს არის ჩვევები, იცით? ამიტომ როგორ მოიქცეთ ახლა თუ ბავშვი კალმას კვნეთს და ღეჭავს და სხვა ამგვარი. ჯერთი წნარად ხშირად შევახსნოთ შვილიკო. შეხლა კალმისას აიღებ და თუ შეიძლება არ აკვნიტო რა. ნუ მოკნეტა კალმისტარს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, რა ვიცი, კალმისტარია, ნივთია, საგანია და არ გავნოს. და არც ეს არის ლამაზი ქცე ასე. დიდებმაც იციან, უჭირავთ ასანთი და ამ ასანთის ღერით ხანაკად გადაიდებენ პირში, ხანაკად და დარბიან და მაგალითი მიეცით და რაღაც ელოდებით ბავშვისაგან. ამრიგად ჯერთი შევახსენოთ ხოლმე. მეორე შეუცვალოთ კალმისტარი, ერთი დავუდოთ, მეორე მესამე. არა რომ ამას დახედოს რა არის ესო და პატარა ხანს კვნეთისაგან თავში ეკარებს. არა ნელა უნდა გადავაჩვიოთ. მესამე უთხრათ, შვილო, მე ციცაკას წაუსვა, მიცი? და ცოტა პირს დაგწომს, იქნება ამან გაგასწროს. ხო შეიძლება, ჩუმად არ გააკეთოთ ეს. თორე აგიყვირდება ბავშვი და გაგიბრაზდება. მოდი შეგეშვა, იმიტომ რომ ეს არაა კარგი ჩვევა, ასე გეძოს და კვნეტო. მაგრამ იცით რას გეტყვით? ჩვენ სკოლებში, აი პირველ ექსპერტული სკოლა იყო თუ სხვა, როცა ბავშვებს დავალებას ვაძლევდით რაღაც შემოქმედებით დავალებას არაზა, ბავშვები აი ხშირად ასე იყურებოდნენ და ასე მართლა ფრჩხილის კვნეთას დაიწყებდნენ, კალამს რაღაცებს უშრებოდნენ. ეს ფიქრის რაღაცა ელემენტია ეს ამავე დროს. ყოველთვის არ დაუშველოთ ეს. თუ რამე შემოქმედებით საკეთებს, რაღაცისთვის მოწადინებულია. არა, რაღაც სიზნელის წინაშე დგა და ასეთი რამე დაიწყო, ეს არის ფიქრის აქტივობის შედეგი. აზრი აქტიური და ეს რო ყოველთვის წავართვათ, შეიძლება იქ დაირღვეს რაღაცა.
ამიტომ ძალიან ფრთხილად მოეკეცეთ ამას შემოკარგებო, არ გამოგდიჟოთ ხელიდან არაფერი. გაუსუფთავეთ ეს კამისტარი თუ მაინც და მაინც ვერ იღებს პირიდან და ჩაიდოს, რა ვქნათ, მაგრამ ეს არ იქნება სულ ასე როგორც ცხოვრების ჩვევა. სადღაცას ამას თვითონვე მიატოვებს. შემდეგი კითხვა ასეთი, ბავშვი 8 წლისაა და სწავლის ინტერესი არ აქვს. მათემატიკაში 3-ს ვერ უმატებს 1-ს, უჭირს, სხვანაირად ითვლის რთულად. ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. უბრალოდ რატომღაც ყველაფერს რთულად უყურებს და როგორ მოვიქცე, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ანუ უჭირს. და დაარიგე მასწავლებელი როგორ მოიქცეს. ახლა არ უნდა ბავშვს მათემატიკის სწავლა, ვერაბა. აი ჩემაცო. ნათქვამია, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგრამ ამას შეიძლება კიდეც დავუმატოთ ერთის. დედა ნახე, მამა ნახე და მასწავლებელიც ნახე და მე ელაპარაკე ბავშვზე. თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, 8-ს მოვარდოთ 1 და 9-ს გამოვკლოთ 3 და უფრო მეტიც გააკეთოს, ეგ არაფერია მასწავლებლისთვის. თუ მასწავლებელსაც უყვარს ბავშვი, ისე წნარა დაუხსნის ამას, რომ ბავშვი მარტო თითებზე გამოხდის, სხვა რომ არაფერი 7-8 წლის ბავშვი. არა, და თანაც ამ ბავშვისთვის მათემატიკა იცით როგორი არის ეს, უყვარს ესა, 100-მდე თვლა უყვარს, 100-ის იქით, რაღაცა რიცხვების შეჯამება გამოყენება, რომ ვიცი მე ეს, იმიტომ რომ როცა მათემატიკა იცის, გონია რომ რაღაცა დიდია. უკვე. აი ესეთი რაღაცა წვრილმანი, რომ ბავშვს მათემატიკა არ უყვარსო, ეს არის ბავშვთან მიდგომის შედეგი. იმიტომ რომ თუ ბავშვი ოდნავ მაინც გონიერია, არა, არ არის რაღაცნაირად ჯანმრთელობის პრობლემა შეზღუდულია, რა, შეზღუდული თუ არ არის, მაშინ იმისთვის ეს ასეთ რამების ათვისება არ არის ძნელი. ამიტომ ჩემო ძირფასო, მიბრძანეთ მასწავლებელთან, მოეფერეთ ამ მასწავლებელს, უთხარით რომ ძალიან გიყვართ ისა, მიართვით თაიგული მასწავლებელს, არა, გაახარეთ და თანაც უთხარით რომ იქნება ჩემო ძირფასო ქალბატონო თამარ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ჩემთვის, რომ აი 8-ს კიდევ 1 მიუმატოს და ისწავლოს ეს და თქვენ უყვარდეთ რაც მთავარია. აი ეს გააკეთეთ და რომ ერთხელ მაინც სიზმარში გნახოთ. აი ესას თხოვეთ მასწავლებელს და მოულბეთ გული. იქნება მასწავლებელი უფრო მეტი სხივი მიაფრქვიოს ამ ბავშვს. სხივი გაათმობს მას, გათმობა გონებას გაუხსნის და ის არითმეტიკაც თავისთავად შესრიალდება ბავშვის ცნობიერებაში. ეგეთია ლოგიკა ამ პროცესისა. ბატა, ნახე რას გვწევ, იცი რაზე ვწუხარ, მყავს მე-11 კლასელი შვილი. 1 წელია ბავშვი თავის კლასელებთან თითქმის არ ურთიერთობს, ერთმანეთს ვერ ხედავენ. პროგნოზულად მომავალი წელიც ასეთი ჩანს, თუ არა წლები. როგორ შეუშვოთ ეს ურთიერთობის დეფიციტი შვილებს, რა მოვიფიქროთ, გვირჩიეთ? ჯერ ერთი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პანდემიები მორჩება რა, უკვე აგერ ახლა რაღაც თითქოს ნათელი წერტილები გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს და ამბობენ რომ მომავალი წლიდან აუცილებლად სკოლა უნდა იყოს, ახლა ასე ხო არ იქნება რა, მაგრამ სანამ ეს არ ხდება, იქნება მოვიფიქროთ ესეთი რაღაცა, რომ მოუწყოთ ბავშვებს შეხვედრები, ვთქვათ, სახლში იქნებ დავპატიჟოთ, რაღაცა სამაგიდო თამაშები შევთავაზოთ ბავშვების ჯგუფს, რომ ერთად ვითამაშოთ ხოლმე, მშობლებიც ჩაერთონ, ანუ რაღაცნაირად ისევ და ისევ უბრუნდებით იმას, რომ მშობლებმა იქნება მუღამი დაუჭირონ ბავშვებთან ერთობლივ საქმიანობას და კიდევ შემოიერთონ ბავშვის დაქალები, ძმაკაცებიც და შეიძლება რაღაცა აი ოჯახში გამოვიდეს ეს რა უფრო, კი. მოგესალმებით. აქ ერთი რაღაცა კითხვა დავიჭერე, შეიძლება? კი, აბა. თუ შეიძლება. კი, როგორ არის? ხო, აი ბავშვები, გოგონები გასულეთ თმებით თამაშობენ ხშირად, მაგრამ ამას რა უქნათ, როგორ გადავაჩვიოთო? დიახ. არა, თმებით თამაშობენ თუ მარტაც და რაღაცა უჭირავ და თან ამას აწვალებენ, ან ერთი ხელი წერ და მეორეთი რაღაცას აკეთებს. ეს ყველაფერი არ მიიჩნიოთ, როგორც რაღაცნაირი რთული გადახვევა და ფსიქიკური მოვლენა ბავშვში და სასწრაფოდ უნდა გადავაჩვიოთ. თმებს ბავშვები კი არა გასულ, მე რო თქვენ გიყურებთ ლამაზ ქალებს, სულ თმებს ათამაშობთ, ხან ასე გადაიყრეთ, ხან ესე გადმოიყრით, ხან წინ წამოიყრით, რატო აკეთებთ თქვენ ამას? ქალები ხარ და იმიტომ. და ათამაშოს ეს თმა ამ ბავშვმა. ხო ფიქრობს, გეუბნებით, როცა მეც კი, როცა რაღაცას ფიქრო, ამ კანწარს ხან გავხსნი, ხან დავხურავ, ხან რაღაცა, ხან აგერ ხელზე წავიდე და რაღაცას ვითხრები.
მაგრამ ეს იმას კი არ უნდა გადამაჩვიოთ ამას. ფიქრობ მე, ეს მაფიქრებინებს რაღაცას. ამიტომ არი ფიქრობ თქვენ ჯერ ასეთი წვრილმანი რაღაცები, ამას მოხდება რაღაცა დიდი უბედურება, წუხილი და თუ ეხლავე არ გადააჩვიეთ, ვაიმე რა გოშელობა, მე სუთმების თამაში იქნება. ასე რომ თუ გოგონა ითამაშოს ამ თმებით. ხო, ბიჭებმა იციან კიდევ აქ ქოჩორს წამოიყრიან წინ და აქედან და შეუბერო რომ ქოჩორი ახტეს მაღლა და გადაიყაროს. ასე. გადავაჩვიოთ ეთამაშოს ამ თავის თმებს. გავა ერთი ნახევარი წელი და დაავიწყდებ ეს თმები, განასვლა შეიქნება, ასაკიდან გამოვა. ასაკში ეხლა შესული და გამოსვლა, როგორც აბრეშუმის ჭიდან და გამოძრეს პეპელა. აი ესე დაელოდე და გამოგიძრებათ პეპელა. მოთმინება უნდა ცოტა რაღაცეებს შემოძირფასებ. მოგესალმებით რჩევა მინდა გთხოვოთ 8 წლის შვილი მყავს მესამე კლასელია გონიერი და მოაზროვნე ბავშვია მაგრამ არის ძალიან მორიდებული კომპლექსებით სავსე რა ხელს მივმართო რომ გაიხსნას და კომუნიკაბელური გახდეს შენახარ სპეციალისტი ესე იგი რაღაცა მთელი ბასტიბუბუ სისტემა მუშაობს ასეთ ბავშვებზე ანუ ჩვენთან ამ შემთხვევაში მე უპასუხებ ამ კითხვას, რომ მოყავთ ასეთი ბავშვები, რომლებიც ჩაკეტილები არიან და თითქოს ესეთი აზრია, რომ ბასტიბუბუში მოყავთ პირიქით, ვინც კარგად ცეკვავს და მღერის, ეს თავიდან ასე იყო, მაგრამ მერე ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცეკვას და სიმღერას ძალიან თერაპიული მნიშვნელობა აქვს და გამოსვლებსაც და სცენაზე გამოსვლებსაც და გავაკეთეთ ესეთი ბასტიბუბუ ყველასათვის სტუდია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და აი აქ ბავშვები ძალიან მარტივად ცეკვას სიმღერის მეშვეობით, სცენაზე გამოსვლის მეშვეობით, სატელევიზიო გამოშვების მეშვეობით ძალიან მარტივად სძლევენ ხოლმე ამ პრობლემებს, იმიტომ რომ პედაგოგი, მეგობრობა, ურთიერთობა ხშირად მონტაჟის მეშვეობით ვაკეთებთ ხოლმე იმას, რომ ვთქვათ ბავშვმა უკეთესი დაინახოს თავის შესაძლებლობები დაინახოს და როდესაც არავინ არ ეუნება რომ შენ ესე ცუდად გამოგივიდა ხშირად არის ხოლმე ბავშვი კომპლექსდება დედის რიდი აქვს მამის რიდი აქვს იმიტომ რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვს და სულ ეშინია როგორ შეაფასებენ მის თქვათ გამოსვლას ან მის ქცევას თუ ბავშვი ასეთი დაკომპლექსებული ეს კომპლექსი სავარაუდოდ ან ოჯახიდან მოდის ან მეგობრებიდან მოდის და გავერკვიოთ ამ საიდან მოდის და ეს რაღაცა ერთად დავაძლევიოთ ბავშვებს ეს პრობლემა. აი შემდეგი კითხვაც კიდე მოვიდა ძალიან ბევრი კითხვა მოდის 12 წლის ბავშვი, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებზე აბსოლუტურად არ აქტიურობს. საერთოდ არ უნდა შევიდეს კონტაქტში, ერთი წელი ესია. რა ვიღონოთ? ნუ ეს მე მგონი საერთო ის არის პრობლემა, რომ ბავშვებს ეს ონლაინ გაკვეთილებზე შესვლა არ უნდათ და მე მგონი ისევ კითხვას უბრუნდებით ეხლა რომ პედაგოგმა უნდა შეაყვაროს თავი და რაღაცნაირად გამოიწვიოს ბავშვი მასთან სამეგობროდ თორე ასე ვერავის ვერ დავაწყოთ. ეს პრობლემა ჩვენც აქვს სვათაშორის, თუ იმას კარგი გამოცდება გაქვთ. როგორ მიაჩვიეთ თქვენი შვილი ონლაინ გაკვეთილების დასწრებას ჩვენც გაგვიზიარეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პრობლემაა. როცა მასწავლებელი დაადგება ბავშვის წინ, პაატამ კითხვა მასწავლებლებს თავს უხრივ და მეც ვეთაყვანები ყველა მასწავლებლებს, მაგრამ ეხლა მასწავლებლები გამომზეურებულები არიან. არა, და თუ მასწავლებელი დაადგება ბავშვის წინ ეკრანზე და დაუწყებს იგივეს, რაც ადრე უკეთებია და არ მოიკითხა ბავშვი, არ გაუღიმა, არ აკითხა როგორ ახარ შენ, ძმა როგორ აკავს და მშობლები რას აკეთებენ, აბერთ მამაშენს დაუძე, დედას დაუძახე, რაღაც მინდა უთხრა. თუ რაღაც ასეთი ურთიერთობა არ დაამყარა ბავშვთან, ბავშვი ამ ეკრანს არ მიუждდება. მერე თუ კაი პრეზენტაცია არ უჩვენე, ბავშვი არ დაგიწყებს ყურებას, იმიტომ რომ ამ ეკრანზე სხვა უფრო უკეთეს რამეს ნახავს. არა, ამრიგად უნდა იმაზე მეტი მოსაწონი რამე შევქმნათ, რასაც ბავშვი
სვაგზით პოულობს. აი ეს არის გამოსავალი ერთ-ერთი და მშობელმა რომ ბავშვს უყუროს, გინდა თუ რა დაჯეკო და სხვა არ ივარგებს. მიუჯდეს იმას იქნება და ერთად უყო, როგორც პაატა ამბობს ხოლმე, ფილმები მშობლებმა, ბავშვებმა მშობლებთან ერთად უნდა ნახონ. მშობელი უნდა მიუჯდეს ბავშვს, რომ ხანდახან თავისი კომენტარებით სწორი მიმართულება მისცეს ბავშვის აზრს. ეს არის მოკლე პასუხი. მყავს 3 წლის შვილი, ვცდილობ არ დავტვირთო, ვექცევი მეგობრულად, დამთმობიც ვარ, მაგრამ მეჩვენება რომ ძალიან აგრესიულია. რაც გამოიხატება ცემაში, კივილში, ბავშვი ჯანმრთელია, ძინავს მშვიდად. როგორ მოვიქცე სიმკაცრე ამას აქში მგონია ადრეა. მირჩიეთ გთხოვთ. სიმკაცრე ყველა ასაკში ადრე. 3 წლის ყველა ასაკში სიმკაცრე მიუღებელია და ნარჩენი პაატამ თქვას. აგრესიულია ბავშვი 3 წლის. ხო, ყველა აგრესიულობას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი უნდა ქონდეს და აღზრდა არის რაღაცა ბავშვებში იღვიძებს ნიშანთვისებები ისეთი, რომელსაც ის სადღაცა ხედავს, სადღაცა აღიქვავს და მე კიდევ აღიქვავს ემოციურად. მე დიდი ყურადღებით ალბათ ავიღებდი გამადიდებელ შუშას და შევეცდებოდი მივხვდე, საიდან აქვს ჩემ შვილს აგრესიული, თქვათ, მოქმედებების ნიმუშები. ხო. არ ვიცი, გავითიშეთ თუ არა მეგობრებო, არ ვიცი, გავაგზავნოთ ჩვენ ეს მოვრჩეთ და ანუ შევეცდებოდი ვნახო საიდან აქვს ბავშვს ეს აგრესიულობა. საიდან შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს მულტფილმებიდან, შეიძლება იყოს კომპიუტერული თამაშებიდან, შეიძლება იყოს, არ ვიცი, თვითონ მშობლებიდან, სხვა უფროსებიდან, ამიტომ შევეცდებოდი დავადგინო მოკლედ ეს აგრესიულობის წყარო რა და აი რაღაცნაირად პირველ რიგში ეგ მოვხსნა. 7 წლის გოგონა უარყოფითი პერსონაჟების მხარესაა სულ და ითხოვს, რომ უპირობოდ გვიყვარდეს ისინი. საქციელი არ მოსწონს მათი, მაგრამ დამარცხებას ძალიან განიცდის. ალო. შენი ო, ეთერში. საერთოდ ბავშვების თვისება ესა რომ თუ ჩვენ აქეთკენ მოგწონს, იმათ იქითკენ მოსწონდეთ. არა, ხანდახან როგორ უთხრა, გინდა უთხრა რომ ბავშვს რომ ეს არ გააკეთო, უნდა უთხრა, მიდი ეს გააკეთო და არ გააკეთებს. ანდა არა, ხელი არ ახლო და მივადა გააკეთებს. ხო? თუ ახლა მას უარყოფითი რაღაცები მოწონს, თქვენს გადადით იმის მხარეზე ცოტა ხანს. გადადით, მოიწონეთ და ამ ურთიერთობებში დაანახეთ ბავშვს რომ ეს ფლად მოსაწონი არ ყოფილა გასული. აიღეთ ეს უარყოფითი ნივთი, უარყოფითი სურათი, უარყოფითი ფილმი, ხომ? და თქვენი რეპლიკებით თანატობი დაანახოთ რომ აბა ეს საყურებელია, მახსოვს პაატამ ასეთი რამ ჩაიდინა, გააკეთა თავის შვილთან, ბავშვს უყვარდა, უთხარი აბა ეს სიმღერა რომ არის ხომ ყველაფერი რიგზიაო. ხო, ეგ ხა ეს იგივე მაგალითი არის. ხო, ანუ რა შვრებით ხოლმე ის მუსიკა, რომელიც ბავშვს მოწონს, რომლითაც ერთობა, რომლითაც გატაცებულია, არ უნდა მოწონდეს წესით. არა, ნუ შეიძლება, ხო, ალბათ შეიძლება არ უნდა მოწონდეს, მაგრამ ესეთი რა ქვია, ხო, ესეთი ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ, რომ ვაანალიზებთ ხოლმე სიტყვებს, აი თარგმნით, რას გვეუბნება ეს მომღერალი, რა უნდა რომ გვითხრას თავისი სიმღერით თუ შემოქმედებით და როგორც კი ამასთან მივალთ ხოლმე ახლოს და ვიწყებთ თარგმანს, იქ აღმოჩნდება რომ ბავშვს თვითონ არ მოწონს ხოლმე ეს შინაარსი. თამრიკო. ხო, მე მგონი ამოვწურეთ კითხვები და თუ ვერ ამოვწურეთ ჩვენი დრო, ამოვწურეთ უკვე და გადავაშორეთ ძალიან ბევრად. ჩვენო კარგებო, ეს საღამო მე მგონი მშვენივრად გავატარეთ ერთად საუბარში. ჩვენ შემდეგ კვირას კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და მინდა რომ მისწეროთ ამონაშვილის აკადემიას რა თემაზე გნებავთ რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა მოხდეს და რაღაცნაირად ერთმანეთს შეუმსუბუქოთ ეს პანდემიური მდგომარეობა მთელი დედამიწა ასეთ დღეშია მარტო საქართველოში არ ხდება ესა და ამიტომ რაღაცნაირად უნდა შევიკრათ გავაერთიანოთ ძალები რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით.
გემშვიდობებით. მადლობა ოჯახებში ვიყავით ახლა. და ასევე მინდა დავასრულო იმითი, რომ გთხოვოთ პატიება თუ ყველაფერს ვერ გავეცით პასუხი სრულად, ახლა მაინც ესეთი გადაცემა გვაქვს, საუბარი გვაქვს, კი ვცდილობთ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ვერ მოვიცავით. ყოველ შემთხვევაში მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას, ყველაფერს საუკეთესოს. დამრიგ